საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის. შენი შუაღამე ჯერ არ არის შუაღამე, მაგრამ თითქმის შუაღამე. ეთერშია, მოგესალმებით შენს. მოგესალმები ეკა. და არ შემიძლია არ დავიწყო ჩვენი ეთერი პირველ რიგში იმით, რომ დღეს არის ილოს უმშვენიერესი მეუღლის ანის დაბადების დღე და მივულოთ აქედან ანის დაბადების დღე და თუ ჩვენი სინდისის პატიმრები, რომლებიც ახლა უკანონო პატიმრობაში არიან და გვიყურებენ, მათაც მივესალმო, გავამხნევო, სოლიდარობა გამოვუცხადო და კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ჩვენ არასოდეს არ დაგვავიწყდება, რომ თქვენთვის საბრძოლია, რომ თქვენ აუცილებლად უნდა ძალიან მალე გამოხვიდეთ და ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები და ძალიან მალე გათავისუფლდეთ უკანონო ტყვეობიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხო არ ვიცი, იმედია რომ გვიყურებენ. ხო, რთულია მართლა იმდენი პრინციპში ყოველ გადაცემას ესე ვიწყებთ ხოლმე რომ რთულია ეხლა საუბარი იმდენი რამე ხდება მართლა ყოველდღიურად სასამართლო პროცესიდან სასამართლო პროცესზე ვცხოვრობთ ეს სასამართლო პროცესები უკვე იმდენად აბსურდულია რომ მერიდება კიდეც რომ ამ საერთოდ ამ სიტყვათ წყობას ხმარობ რომ სასამართლო პროცესი იმიტომ რომ წარმოუდგენელი ეს არის უბრალოდ რეჟიმის დამაკანონებელი რაღაც პროცედურები, რომ აი ასე დაგვაშინონ ფულები გადაგვახთევინონ ბევრი არაფრის გამო და რაღაც დისკომფორტები შეგვიქმნან და რაღაც ადამიანებისგან, რომლებიც უბრალოდ თავიანთი უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის და სამშობლოს მომავლისთვის იბრძვიან, მათგან შექმნან კრიმინალები, მერე დაგვასიონ ბოტები, ტროლები და ასე შემდეგ. თუმცა ხო, აი ეს არის დღევანდელი ჩვენი რეალობა. ყოველდღიურად ცხოვრობთ თამაში, ზოგჯერ შეიძლება სულით დავეცეთ, ზოგჯერ დემორალიზებულები ვიყოთ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ვიცით ყველამ ძალიან კარგად, რომ ეს არ არის მარტივი ბრძოლა თავისუფლებისთვის. მართლაც ძალიან რთული რამ არის და რაღაცნაირად ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში და ერთად ყოფნით, სოლიდარობით და თანადგომით აუცილებლად ყველაფერი გამოვა და როდესაც სიმართლე შენსკენ არის და შენ გიყვარს შენი ქვეყანა და სიმართლეზე და სიყვარულზე არის შენი ბრძოლა დაფუძნებული, მე მაინც მჯერა რომ ერთ 1 მილიარდი ამას ვერ მოერევა. ეს როგორ მოხდება ძალიან ხშირად ვსვამთ ხოლმე ამ კითხვებს, არავინ არ ვიცით, მაგრამ როგორმე უნდა მოვახდინოთ. ხო არ უკვე ხანდახან მეცინება ხოლმე საკუთარ თავზე იმდენად თითქოს რაღაც პათეტიურ, რაღაც ზღაპრულ რაღაცებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ხო, არ ვიცი, ალბათ ბრძოლა თავისუფლებისთვის და სამშობლოს გადარჩენისთვის ასე გამოიყურება, არ ვიცი. ხო, ანუ იცი რა არის ძალიან რთულია ყოველდღე ხაც ეთერში შემოსვლამდე ფიქრობდი და მე ვამბობდი კიდევაც, რომ აი ხო უყურებ ადამიანებს ეხლა რაც არ უნდა ბრძოლისთვის იყო განწყობილი, ბრძოლის უნარიანი იყო და ასე შემდეგ, მაინც ძალიან სტრესულია ეს ბევრი ადამიანისთვის და რომ უყურებ ხოლმე სახეზე, რომ ვატყობ, რომ მეთქი აი რას გადის რა ადამიანი ამ პერიოდში, ხო? ეხლა და ძალიან ბევრი კარგი Facebook სტატუსი შემხვდა, სადაც აღწერილი იყო ადამიანების ყოფა, თქვათ, იმ ადამიანების, რომლებიც ამ პროტესტში იღებენ მონაწილეობას, ბავშვთან რა ურთიერთობა, მაგ დროს მშობლები როგორ ნერვიულობენ და ერთ-ერთი სტატუსი იყო ძალიან ისეთი გულის ამაჩუყებელი, დედა როგორ იგონებს სულ მუდმივად მიზეს, რომ აი ეს თავისი გოგო, რომელიც თან დიდია უკვე, სადღაცა პატარა გოგო ნამდვილად აღარ არის 30 წლის თორეზე როგორ ეუნება რომ ეხლა რაღაცას რომ ოღონდ აქციაზე არ იყოს თქვათ რა ან დიდ დრო არ გაატაროს ან არ იყოს იმიტომ რომ ეშინია რა მართლა ადამიანად და ისიც კიდე ნერვებზე როგორ პასუხობს რომ რა გინაკაცო თუ რა ძალიან ბევრი სტრესული სიტუაცია და მე დარწმუნებული ვარ ყველანი ვინც აქციას რა გინა ფიზიკურად გინა არაფიზიკურად ვინც სულისკვეთებას თუნდაც ემიგრანტები იზიარებენ არა ანუ ყველა ეგ ვიცით რა არის რა ანუ რას გავდივართ ეგ არ არსებობს იმიტომ რომ იმდენად საერთოა ეს რაღაც პრობლემა რასაც ახლა მე ვსაუბრობ რომ თითოეული აქციის მონაწილეს რომ გაესაუბრო უკვე იცის რა იმას შეიძლება შვილებიც არ ყოლეს მაგრამ უკვე იმდენი ადამიანი ყავს ვინც ამ პრობლემას გადის რომ უკვე იცის ყველამ ერთმანეთის პრობლემა იცის და თან უკვე მარტო აქციის მონაწილესაც აღარ არის აქ საუბარი იმდენად ყველას ოჯახში და იმდენად მასიური გახდა ეს ტერორი უკვე ადამიანები საჯარო მოხელეები მაგალითად რომლებიც შეიძლება აქციაზე სულაც არ არიან მაგრამ თავიანთი პოლიტიკური თუ არ ვიცი ნებისმიერი შეხედულების გამო სამსახურებს ტოვებენ აგდებენ შეიძლება არ იყო მაგრამ ხო ეს რაღაცნაირი ტერორი თითქოს აღწევს ყველას ოჯახში და ყველა სფეროში და ძალიან სამწუხარო და რეალურად მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რომ ძალიან დიდ ტრავმატულ გამოცდილებებს გავდივართ ახლა ის ადამიანები ახლა 53 სინდისის პატიმარი ყავს დღეს და მათ შორის ერთი ქალია მზია ამაღლობელი და არ ვიცი მართლაც სამაგალითოა და რაღაცნაირი სახე არის ამ ყველაფრის ამ ბრძოლის ამ შეუპოვრობის და
სიმართლისთვის მებრძოლი და ძალიან სიმბოლურია რომ ქალია. ძალიან სიმბოლურია და რაღაცნაირად თან ძალიან მტკივნეულია და თან საამაყოა და ერთდროულად რაღაც ბევრი შეგრძნებებია რა. ეს ყველაფერი მე დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად დამთავრდება და კარგად დასრულდება ეს ყველაფერი და აუცილებლად გავიმარჯვებ. თუმცა უამრავ ტრავმატულ გამოცდილებას მივიღებ. ჯერ ის ამდენი ნაცემი და დასისხლიანებული ადამიანი ამ ხელა ტერორს რო აი ასე უდგახარ შიშველი ხელებით და დაუცველი. ამას რომ თავი დავანებოთ ის რომ დღეს აღარ არსებობს აღარც პოლიცია, აღარც სასამართლო და შენს უფლებებს და შენს უსაფრთხოებას აღარავინ არ იცავს შენი მეგობრის და ახლობლის გარდა. და რაღაც თუნდაც უცხო ადამიანის გარდა რომელიც უბრალოდ სოლიდარულია და შენ გვერდში გიდგას, იმიტომ რომ საერთო ბრძოლაში ვართ. მოკლედ რაღაცნაირად რთულ პერიოდს გავდივართ და თან ეს არ არის დღეს დაწყებული ეს პერიოდი, უბრალოდ რაღაც თითქოს კრიტიკულ ფაზაში შევიდა ხო და ნუ თან როგორი აი გლობალურად ინფორმაციას რო ეცნობა ხალხი რა, აი ყველა რო ჩამოსკროლვაშია რომ ეხა ტრამპის ინაუგურაცია, ეხა იქით კიდე ფრონტზე რა ხდება, ეხა აქეთ რა ხდება და მოკლედ ხო აი ჩვენს დღეს პირველ ბლოგში ვისაუბრებთ ტრავმატულ გამოცდილებებზე, იმიტომ რომ რეალურად ამაში ვართ უკვე არც თუ ისე ცოტა ხანია და ძალიან საინტერესო სტუმრები გყავსეთ ჩვენ დღეს სტუდიაში და წარვადგენ ჩვენ სტუმრებს პაატა ალავერდაშვილი ფსიქოტრაუმატოლოგი და ფსიქოთერაპევტი და მსახიობები ნიკუშა ბაქრაძე და კატო კალატოზიშვილი. მოგესალმებით. მადლობა რომ ასე გვიან ასეთი რთული პერიოდის დროს გამონახეთ დრო და ენერგია რომ ჩვენთან მოხვიდეთ სტუდიაში, იმიტომ რომ მართლაც არ არის დღეს ადვილი, ყოველთვის ყოველდღე დილიდან სასამართლო, მერე მარშები, მერე აქციები და კიდე საღამოს სტუმრად მიხვიდე სადღაც გადაცემაში და შეეცადო რომ ყურადღება მოიკრიბო და რაღაცებზე ისაუბრო და თან არც თუ ისეთ სასიამოვნო თემებზე ნამდვილად არ არის ადვილი, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს და ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები და სურვილები. მოდით პატა თქვენგან დავიწყებთ, აი ვისაუბროთ ჩვენ რაღაც ამ ტრავმატულ გამოცდილებებზე რა და ეხლა დღეს კი ეს ყოველდღიურად რაღაცნაირად ისე ეყრება რომ თითქოს არ ვიცი ეს დაცვითი მექანიზმია რომ თითქოს ნორმალიზებული გვაქვს ეს რაღაც ტოტალური უსამართლობა რის წინაშეც ყოველდღე ვდგავართ, თუმცა ეს დღეს არ დაწყებულა და არ ვიცი ერთსაც ალბათ გვაქვს ისტორიულად ბევრი მსგავსი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს ტრავმატული გამოცდილებები. აი ტრავმატულ გამოცდილებას რო გადიხარ, მე შეიძლება რომ ვთქვათ ეს რაიმე რაღაცა უფრო გაძლიერებდეს, ვთქვათ აი როგორც ამბობენ რომ რაც არ გკლავს ის გვაძლიერებს, თუ ამან შეიძლება რომ პირიქით უარესი შედეგი გამოიწვიოს და კიდევ უფრო დაგასუსტოს. არ ვიცი რამდენად გასაგები კითხვა, მაგრამ აი ამ თემაზე რო ვისაუბროთ. საღამოშიდობის მივესალმებით ტელემაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. სწორად აღნიშნეთ, ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ბევრ მატრამირებელ ფაქტორს გამოვცდით ხო დღეს საზოგადოება და თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ტრავმირდებით. აუცილებელია რომ გავარჩიოთ ერთი არის მატრამირებელი ფაქტორი ან ფაქტი, ტრავმული მოვლენა და მეორეა ტრავმა თავისთავად. მატრამირებელი მოვლენა არის სწორედ ის, რასაც დღეს ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ახორციელებს საზოგადოების ერთეული მოქალაქეების და ზოგადად საზოგადოების ჯგუფის მიმართ. ხო, ეს ძალადობა, სისტემური ძალადობა, კულტურული ძალადობაც კი, პირდაპირი ძალადობა, თუ შეგვიძლია ძალადობის სამი სახე გავყოთ, ხო? პირდაპირი ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, რაც სხეულებზე მოდის პირდაპირ, ხო? კულტურული ძალადობა, როდესაც გარკვეულ ჯგუფებს ასტიგმატიზირებენ, მარგინალიზებას ახდენენ, ხო, კოლექტიური ნაცები ხართ და ასე შემდეგ, ხო? და სტრუქტურული ძალადობა, ინსტიტუციური ძალადობა ხდება, რაც არაერთი ვნახეთ, თუნდაც პოლიციის ინსტრუმენტალიზება ძალადობისთვის. მოკლედ, ყველა ტიპის ძალადობას იყენებს, რაც თავისთავად არის შეიძლება იყოს მატრამირებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც ინდივიდები ან საზოგადოება ტრავმირდებით. შეიძლება ჩვენ არ ვიცით რა ხდება ინდივიდებში, უამრავ ადამიანს ქონდა სხეულის უმწვავესი დაზიანებები, ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, თუმცა საზოგადოებაზე თუ ვისაუბრებთ, ჯერ ეგეთი პირი არ ჩანს, რომ ჩვენ ტრავმირდებით ამ ფაქტების გამო, იმიტომ რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ჩვენ თავში უამრავი რესურსი, რაც გადაგვატანინებს თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ წარმატებით ჯანსაღი მექანიზმების გამკლავების ჯანსაღი მექანიზმების გამოყენებას საბედნიეროდ ჩემი ასე ვთქვათ მოლოდინია და
ვარაუდია რომ ჩვენ აქედან გამოვალთ ჯანსაღად. რას გულისხმობ გამკლავების მექანიზმებში? თუნდაც აი თქვენ ავთ რომ დილით მიდიხარ სასამართლოზე მე შუა დღისას ხო არ ვიცი მარშით მიდიხარ და მე კიდე საღამოს პარლამენტთან დგახარ და მე გადიხარ და მანამდე როდესაც პირდაპირ მძაფრი ძალადობა ეს არაჰუმანური სრულიად წარმოუდგენელი სახის ძალადობა იყო ადამიანებზე ხო ეს როდესაც პოლიცია სხეულებს უნადგურებდა ადამიანებს ჩვენ დავრბოდით ხო ფიზიკურად უწევდით წინააღმდეგობას და რას ხედავდით კიდე რა ტიპის ქცევას ხედავდით ადამიანები როგორ ექცეოდნენ მოქალაქეები ერთმანეთს კურნავდნენ ხო ანუ აწვეთებდნენ თვალებში არ ვიცი ფიზიოლოგიური ხსნარით ამას ჩვენ ხედავდით ეს იყო წარმოუდგენლად ძვირფასი რესურსი რომ ჩვენ ხედავდით ადამიანები როგორ კურნავდნენ ერთმანეთს სიტყვა სიტყვით ხო კურნავდნენ ადამიანები ერთმანეთს. ეს არის უძვირფასესი გამოცდილება, რაც ჩვენ ამ ბატრამირებელი ფაქტების პარალელურად ჩვენ ერთმანეთთან ვახორციელებთ და ზოგადად ხო? ან ნიშნულოვანია რომ ეს გავაცალკეოთ. არ ნიშნავს რომ ყოველი ტრავმული მოვლენის შემდეგ ჩვენ ვტრავმირდებით, ხო? ტრავმული მოვლენა არის ერთი, გარეგანი ასე ვთქვათ, სტიმული, მძაფრი, დამთრგუნველი სტიმული, რის როლშიც დღეს არის ჩვენი ძალაუფლების მფლობელები, არა ხელისუფლება, არამედ ესენი არიან ძალაუფლების მფლობელები, რომლებიც ავად მოიხმარენ ამ ძალაუფლებას, ფინანსურ, სტრუქტურულ და ასე შემდეგ. და ჩვენ ამ სტიმულის მიმღებლები, ხო, ორგანიზმი, საზოგადოება როგორც ორგანიზმი, ხო, ტრავმირდებით ჩვენ თუ გავშეშდებით მაგალითად და ვერაფერს ვეღარ მოვიმოქმედებდით, ხო? არც აქციებზე გავიდოთ, არც მაშინ გამოსავალს ვეღარ მოძებნი იქიდან და რაღაც ერთად არ დადგები, ეს ასეთ შემთხვევაში ტრავმირდები, მაგრამ თუ აქედან რაღაც პოზიტიური გამოსავალი მოძებნა, ეს ნიშნავს იმას, რომ პირიქით. ანუ დინამიკა თუ არის, უფრო ნაკლებია სტრესული, ხო? იმიტომ რომ ორი სცენარი შეიძლება იყოს. ერთი არის, როდესაც შენ რაღაცა დაგროვილი პროტესტი გაქვს, მაგრამ ვერ უშვებ და ეს ბევრად უფრო დამაზიანებელია, ვიდრე თუნდაც გარეთ მიღებული სტრესი, იმიტომ რომ არარეალიზებული ხარ შენ პროტესტში და შიგნიდან გღნის და ნუ მეორე არის, ხო, გეთანხმებით რომ მეორე კიდე თქვა შეიძლება კონდეს პროტესტი, მაგრამ უკვე ან გვიანი იყოს, ან ვერ გამოხატავდე მოკლედ ხო ორივე დაახლოებით ერთი და იგივეა მაგრამ ეგეც ძალიან სტრესულია გეთანხმებით იმიტომ რომ აი ეს ქვეყნები თუნდაც ბელორუსია და რუსეთი ეგეც კი არა ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი სტრესი როდესაც ადამიანი ფაქტურად თავისი არსებობის ფუნქციას კარგავს ანუ თავარი ფუნდამენტური ფუნქცია რაც აქვს მას უფლება არჩევანი მისი აზრი ჰუმანურობა ანუ არაფერ გამქრალია იქ არის სპეციალური დიქტატი იქ მატრამვირებელ ფაქტორთან გამკლავების მექანიზმის განხორციელება არ შეუძლიათ ანუ ეს მოძრაობა ფიზიკური გამკლავება ფიზიკური ბრაზის გამოხატვა ხო მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობას ხმარო ხშირად იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმა სად ხდება ფსიქოლოგიური ტრავმა როდესაც ადამიანი ან საზოგადოება ტრავმირდება ეს ჰაერში ხო არ ხდება არ რაღაც ჩვენი აზრები ხო არ ტრავმირდება ჩვენი სხეული ტრავმირდება ჩვენი ნეიროფსიქოლოგიური სისტემა ტრავმირდება რომელიც ითრგუნება და ჭარბი დათრგუნულობის მდგომარეობაში არის ან გაშეშება ვთქვით ხო ან ეს სასოწარკვეთის მდგომარეობა ან ჭარბი ბრაზი და გადატანა ბრაზის სხვა რაღაცა ბრაზის საკუთარ თავზე მიმართვა თუ არ შემიძლია ძალაუფლების მფლობელის მიმართ პროტესტის გამოხატვა მაშინ ჩემი თავის მიმართ მიმართავ ან ოჯახის წევრის მიმართ მიმართავ რა ვიცი ხო ამ ბრაზს ან მეორე ფორმა სხვა ფორმა შეიძლება იყოს საერთოდ დისოცირებას ხმარობთ ხო სიტყვას როდესაც თავს ვარიდებს საერთოდ თითქოს ყველაფერი კარგად არის ან ამ ტკივილისგან ასე ვიხლიჩები საერთოდ და თითქოს არც არაფერი ხდება ეს განყენებულ მდგომარეობაში ვარ და არც ვიმჩნევ რომ ამ კატასტროფაში ვარ ან ცხოვრობ ხო და შესაძლებელია ვთქვათ აი ეს მდგომარეობა თუ ვთქვათ უფრო დიდხნიან სურათს შევხედავთ რომ აი ეს მდგომარეობა აღმოჩნდეს თქვათ მომავალში უფრო მეტად მატრამვირებელი შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის
ანუ თუ არ იბრძვი და გაჩერებული ხარ, თუ ესეც ბუნებრივი მდგომარეობა იმისთვის, რომ უბრალოდ არ შეუძლია ადამიანს ამდენი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს რაღაც სხვადასხვა ყველა ადამიანის რესურსებს ლიმიტები სხვადასხვანაირი აქვს, სავარაუდოდ, არ ვიცი. ჩვენ ხო, აი ამ დრომდე 56 დღეა, ხო, დღეს 56 დღეა და ჩვენ ამ ჯანსაღ ტრავმასთან გამკლავების ჯანსაღ მექანიზმს ვახორციელებთ, ხო? რა გვეხმარება ამაში? რა გვეხმარება? პირველ რიგში ერთმანეთის განცდა, ხო? ქუჩაში გავდივართ და ვიცით რომ არ ვიცნობ თუ უმრავლესობას, მაგრამ ვიცით რომ ის სანდო არის. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მივახციეთ ამ 2 თვის განმავლობაში არის რომ ჩვენ მოქალაქეები დავინახეთ სანდოდ. უცხო ჩემი თანამოქალაქე სასურველი სხვა არის სანდო. მე შემიძლია მოვდუნდე მის გარემოში. უამრავი უცხო არის ჩემ გარშემო რუსთაველს, მაგრამ მე ვხედავ მათ როგორც ყველა სანდოს. ტრავმული მდგომარეობა, ხო, ჩვენ ვილაპარაკეთ რა შეიძლება იყოს მატრაუმირებიდან. ტრავმული მდგომარეობა არის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ტრავმული მდგომარეობის არის რომ მე ვკარგავ ნდობას სამყაროს მიმართ. მე გამოვცადე მატრაუმირებელი ფაქტორი, დავითრგუნე და ამის შემდეგ მე ვხედავ გარემოს როგორც არაკარგს, როგორც არაკეთილს, როგორც არასანდოს. მე მივენდე გარემოს გარემო შეიძლება იყოს ადამიანები, სისტემა, სახელმწიფო, ბუნება, ხო, ბუნებრივი კატასტროფაც შეიძლება იყოს მატრაუმირებელი. და ჩემი ნდობა ხელყოფილი იქნა, ხო? სხვა ტიპის ძალადობა განხორციელდა ჩემ მიმართ. მოყოლებული ოჯახიდან, ბავშვობის მდგომარეობიდან, ხო, ბავშვი ენდობა მშობელს, მშობელმა ხელყო, ასე ვთქვათ, ბავშვის ნდობა. და აგრეთვე ჩვენ სახელმწიფოში მოქალაქეები ვართ, ერთგვარად მთავრობა კეთილშობილი მთავრობა უნდა იყოს კეთილი მშობელი მზრუნველის მსახურის როლში, მაგრამ მან ხელყო ჩვენი ასე ვთქვათ ნდობა. კი, ნამდვილად. იცი რა, პრინციპში აი კატო შემინა კითხო, ეს ნამდვილად ასე არის და ჩემთვის პირადადაც და დარწმუნებული ვარ ყველასთვის, რომ ეს არის ის რაღაც უდიდესი мотиваცია, აი ამ ერთმანეთის დანახვა და იმის გააზრება, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოება სინამდვილეში ვარსებობთ ისეთები, რომლებსაც შეიძლება ბევრ რამეში ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და დავიცვათ ერთმანეთი და გავიზიაროთ ერთმანეთის ტკივილები. თუმცა და ძალიან დიდ ძალას გაძლევს ვეთანხმები პაეტას, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად ხედავთ მაგალითად სამართალდამცავებს, რომლებიც რეალურად უნდა იცავდნენ ჩვენს უსაფრთხოებას და ისინი ამას არ აკეთებენ. ვხედავთ სასამართლოს, სადაც უნდა სამართალი ზეიმობდეს და იქ შენს უფლებებს იცავდეს მანტია მოხვეული ადამიანი და ამას არ აკეთებენ. და აი რაღაცნაირი თითქოს ეს ჭიდაობა რა, ერთ მხარეს ეს ხალხის ნდობა არის, მაგრამ მეორე მხარეს ინსტიტუციების ნდობა ძალიან იმაშვება რა. აი მე პირადად სულ ვარ ხოლმე ამ ბრძოლაში, რაღაც მომენტში ძალიან დემორალიზებული ვარ, მე რაღაცა თითქოს ძალას მაძლევს რა. აი ვთქვათ, შენი წარმოდგენით და შენი გამოცდილებით მთელი ამ 56 დღის განმავლობაში აი მართლა რეალურად ტირანიის ქვეშ რო ცხოვრობთ და ყველგან შეაღწია ამ ყველაფერმა, შენ როგორ უყურებ, იმიტომ რომ მაინც ადამიანები სხვადასხვანაირები ვართ რა, რაღაცები მეტად რთულია ვიღაცისთვის მეტად ნაკლები. და თუ არის ვთქვათ რაღაც რაც შენთვის ყველაზე უფრო მეტი ძალის მომცემია, ან ყველაზე უფრო მეტად იმედგამაცრუებელი. ძალის მოცემასთან დაკავშირებით ახლა პოზიტიურზე თუ ვილაპარაკებთ, თუ შეიძლება მაგ ჭრილში საერთოდ განვიხილოთ ეგ საკითხი არ ვიცი, მაგრამ ახლა რაც ახსენა პატომ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა დღეს. ერთ-ერთი мотиваცია ჩემთვის რაც არის ხოლმე, რომ ესე უცხო ხალხზე ვიგებ საოცარ ამბებს და ეს მართლა რაღაცნაირად მაძლიერებს. და ერთ-ერთი შემთხვევა არის დღევანდელი დათო სიმონია 10 დღის განმავლობაში ელოდებოდა თავის მეგობარს ზვიად რობაქიძეს გარეთ ციხესთან. და ამ შეხვედრას ველოდებოდი რაღაცა, ახლა იქ არ მივსულ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ვიცნობ არც ერთს, მაგრამ ნუ აი ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ მე ნახე ეგ მომენტი, როდესაც შეხვდებოდნენ ერთმანეთს და დათო სიმონიას სტატუსებს ვკითხულობდი მთელი ამ პერიოდის მანძილზე, რომელიც რაღაცა პატარ-პატარა მოთხრობებივით ჰქონდა თან რაღაც უბრალო სტატუსები არ იყო, რაღაცა ძალიან მომხიბვლად წერს. კი, ნამდვილად. და მთელი ამ ხნის მანძილზე ვკითხულობდი ამ ადამიანის რაღაცა საოცარ შემართებას და გამძლეობას და მეგობრობის ამხელა
ძალას, რაც ძალიან იშვიათობა არის, მეგონა რომ იშვიათობა არის, მაგრამ ზუსტად ეგეთი მაგალითები გვარწმუნებს იმაში, რომ ეს რაღაცა პოზიტიურიც ხდება დიდი ტირანიის პარალელურად და ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა ხოთშორს 10 საათზე უნდა გამოეშვათ გიო ჩაჩანიძე, ასევე ამაზეც სასაცილოა რომ პოზიტიურად ვლაპარაკობ, მაგრამ დღეს ეგეთი პერიოდი გვაქვს რომ გვიხარია 10 დღის მერე გამარჯვებები 10 დღის მერე გათავისუფლებული მეგობარი გვიხარია, რომელიც 10 დღე მოაკლდა თავის მეუღლეს, თავის შვილებს და რატომღაც მოპარეს ეს დრო, სრულიად უსამართლოდ. ერთი მომენტია რომ ბრაზობ ამ ყველაფერზე და გიპყრობს რაღაცნაირი უცხო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან უცხო სხეული არის ეს რაღაც გაბოროტება და გაბრაზება და გამწარება. და მეორე მომენტში აი ესეთ ისტორიებს რო ვკითხულობ, ან უცებ ვეცნობი ესეთ ამბებს, ან მე თვითონ ვიცლები რუსთაველზე ჩემ მეგობრებთან ერთად, ან თანამოაზრეებთან ერთად და ამოუშვებ ამ სიბრაზეს, თითქოს რაღაც თავიდან მეძლევა რაღაცა ძალა. თუმცა ხო ტირანის პერიოდში ვცხოვრობთ და ძალიან უცნაურია რომ დღესდღეობით საერთოდ აი ამ რაღაცა სიბრაზის აღქმა უჭირთ ბევრ კმაყოფილ ადამიანს რატომღაც, რომლებიც მგონია რომ მაინც იტყუებენ თავს, იმიტომ რომ ტირანიას ძღობა არ შეუძლია, ბოლომდე არასდროს არ გაძღება და ყველას მიადგება ადრე თუ გვიან, სამწუხაროდ ესეა, მსოფლიო ისტორია გვასწავლის ამას და აი ეს რაღაცა ვინც მგონია ჩემი აზრით რომ თავს იტყუებენ დღესდღეობით და იბრალებენ რაღაცა მაინც კარგად არიან და არაფერიც ცუდი არ ხდება და იყრუებენ ყურს და იბრმავებენ თვალს იმაზე რაც ხდება. მინდა რომ გაიაზრონ აი ეს კონკრეტული მომენტი, რომ გარეთ თუ დააკვირდებიან, თუ მართლა გამოვლენ ერთხელ და ამ ხალხთან რაღაცა შეხება ექნებათ, ან პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას ახლობელია, აი გადაურეკავთ და კითხავთ თქვენს მეგობრებს, რომლებთანაც რატომღაც თქვენთვის გაუგებარი მიზეზით თურმე ურთიერთობა გაგიქრათ და საერთო აღარაფერი აღარ გაქვთ, იქნებ დაურეკოთ და კითხოთ როგორ არის, რა განცდები აქვს, რა პრობლემები აქვს ამ 46 დღის განმავლობაში, რომელიც უწყვეტია, მაგრამ მანამდე დაიწყო ეს პროცესები კიდევ უფრო ადრე. იქნებ მოიკითხოთ, გულახდილად დაელაპარაკოთ და მოусმინოთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს საკმარისი არ აღმოჩნდა ტირანიის ფაქტები, რომლის ვიდეო ფაქტებიც არსებობს, ფოტო მასალაც არსებობს და ამბები ვიცით უკვე ამ ტირანიის შედეგად, რაც ჩვენ ყოველდღიურობაში არის. ამიტომ მე ვეტყოდი აი მეორე მხარეს, რომელიც რატომღაც გახდა მეორე მხარე და რატომღაც ავიწყდება, რომ ჩვენ საქართველოში გარეთ ყოველთვის გავდიოდით ერთმანეთის გამო და არა მთავრობების ან პოლიტიკოსების გამო. მე ეს ერთხელ უკვე ვთქვი და კიდე გავიმეორებ, არც ერთი აქცია ისტორიულად და არც ერთი ბრძოლა ამ ქვეყანაში ხალხს არ დაუწყია პოლიტიკოსების გამო, ამას ყოველთვის ვიწყებთ ერთმანეთის გამო, თანამოქალაქეების გამო და იმ მთავარი იდეის გამო, თავისუფლების და ბედნიერი ჯანსაღი საქართველოსთვის. კი, ნამდვილად. ეხლა აბსოლუტურად ნიკვიშას მინდა ვკითხო. ნუ, პრინციპში ცოტა ისეთი მიამიტური კითხვა ალბათ, მაგრამ რაღაცა სხვადასხვა რაკურსით შევხედოთ, აი მსახიობებთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულება, ეხლა სადაც ყველგან ავტორიტარიზმი მყარდება და საფუძველი ეყრება, რა თქმა უნდა, განათლების სისტემასთან ერთად, თქვათ, ხელოვანები ყოველთვის არიან, ასე თქვათ, მიზანში ამოღებულები, ხო, იმიტომ რომ ვინც არის და მეორე მხრივ კიდე თვითონ ხელოვანები ყოველთვის უფრო იმით იყვნენ განთქმულები, რომ რაღაცა უფრო პროტესტანტები არიან, ბუნებით, ასე ვთქვათ. და ძალიან ყველაფერი თან დაიწყო იმით, რომ ახლა მე ამის ნიშნები როდიდან დაიწყო, ხო, როდესაც კულტურის მინისტრი იყო თეა წულუკიანი, ისეთი ფრაზები, რომ ყველას ჩავეძიებით ერთი ვის რა პრეტენზია აქვს თუ რაღაცა ვინმე თუ რამე პრეტენზია იქნება, ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ, საიდან მოდის ეს პრეტენზია და რაღაც დაფუძნებული რაღაც შეთქმულების თეორიებზე და ფაქტიურად რაღაცა მესეჯ ბოქსი იყო, რომ ანუ რაღაცა განსხვავებულ პოზიციებს ჩვენ ცოტა ისე მკაცრად შევხედოთ. და მივედით აქამდე. აი ამ დინამიკაზე რო ვისაუბროთ და როგორ ფიქრობ, საერთოდ მიმდინარე მოვლენები, თუნდაც აი დოის განცხადება, რაც თქვენ თეატრში ხდება და
მამუკა მდინარაძე არის ყველაფერი ერთად რომ გავერთიანოთ და თქვათ დღეს აი რეჟიმი რა დინამიკით ებრძვის შენ როგორ აღიქვა ამ ბრძოლას და როგორ წერტილოვან დარტყმს თქვათ ანიჭებს ამას და როგორ ტკენს თქვათ მთლიანად სახელმწიფო სფეროს და როგორ ფიქრობ როგორ შეიძლება ამას უპასუხოთ ძალიან გწელი და რამდენით ლაპარაკობდი ყველაზე რაღაცის თქმა მინდოდა ყველა რეპლიკაზე და ხა უნდა ცოტა ორი წამი დავფიქრდე ხა როგორ ანუ მოდი პირველ რიგში ცირაზე ვილაპარაკო. იცი რა ეს ვიტყვი რა ხა შეიძლება ისე ვერ გავყვე ზუსტად ხა. აი მოდი ესე კითხავ ნახე რომ მე განვარცოთ უკვე ის თემა. პირველი შენთვის წითელი ხაზი აი როდის იყო როგორც ხელოვანისთვის თქვათ როდესაც უკვე მიხვდი რომ სისტემა აშკარად ცდილობს რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ხელოვნებას როგორც თავისუფალ ხელოვნებას. აი ეს როდის დაიწყო შენთვის? ხო ალბათ ეხა მარტივი პასუხი მექნება რაც შენ თქვი ხო ცულუკიანის მოსვლით და იმ რაღაცა საზიზღარი ფრაზით რომ რაღაცეების გამოძიებას დავიწყებთ და გავარკვევთ ეხა ვის რა არ მოწონს და აბა რაშია საქმე აი ცოტა თითის ქნება რომ შემოვიდა მაქედან მაგრამ ანუ ზოგადად მარტო რომ ეხა ხელოვნებაზე არ თქვა ამ წამს უბრალოდ წითელი ხაზი ჩემთვის იყო ის როცა მივხვდი რომ ხო ხელისუფლებამ რომელიც კი ბატონო დემოკრატიული გზით თავის დროზე აირჩია ხალხმა და ანუ მომწონს თუ არ მომწონს დემოკრატია და პატივს ვცემ ამას როდესაც დაიწყო ხელისუფლებამ ტონალობის სვლა გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგ რომლებიც არ იზიარებენ მათ აზრებს აი მანდ მართლა რაღაცა ტვინში ამინთო რაღაცა სიგნალმა რომ ხო ყველა ფერსო თავი დავანებო ყველანაირ პოლიტიკას და პოლიტიკაში ჩახედულობაც საჭირო არა რაღაცა ძალიან მარტივი ადამიანური რაღაცაა როცა მოდიხარ ძალაუფლებაში და როცა რაღაც ძალა გაქვს იქნები ეს არ ვიცი მშობელიც რო ხარ ანუ შვილთან პედაგოგი მოსწავლესთან და მით უმეტეს როცა ქვეყანა გაქვს ჩაბარებული რაღაცნაირად პირველი ალბათ ანიბანია რაც უნდა იცოდე რომ ხო შენ მოქალაქეს ერთსაც კი თუ რამე პრობლემა და პრეტენზია გააჩნია შენი მისამართით უნდა ყური დაუგდო და უნდა მოусმინო აი როგორც კი მივხვდი მე რომ აი ეს მოსმენის და სმენის ასპექტი საერთოდ გაქრა და ამოაგდეს თითქოს აი წაყრუებული ყურით დადიან და თითქოს კი ხედავენ ანუ ეს თვალით გიყურებენ ეხა თვალი თვალში შეიძლება გაგიყარონ ეს გაგისწორონ მაგრამ როგორც კი რაღაცას ეუბნები აი აქ აღარ მიდის. აი როცა მივხვდი რომ აი ეგ დაიწყო და განსაკუთრებით მართლა ყველაზე მეტად რაც მაშფოთებს არის რომ აი ბოლო 1 წლის განმავლობაში როგორც აი ეს ენა მართლა რომელსაც თვითონ მთელი ეს პროპაგანდა რატომღაც აქეთა ფლანგს ჩვენ გვაბრალებს რომ ჩვენ ვართ პოლარიზაციის თავარი წყარო და ჩვენ ვართ ზიზღის ენის ბულერები რომ ბულერები რადიკალები და ფაშისტები და ანუ ყოველ სულ მინდა რომ ყველას უთხრა რა ვინც ვერ ხვდება ან არ ხვდება რომ ვერას დარწმუნებული ვარ ამ ჩემს სიტყვებში აღარასაც ვიტყვი ყოველთვის ყველა პოლარიზაციის და ყველა აი ამ განხეთქილების რომელიც საზოგადოებაში ხდება წყარო არის ხელისუფლება ძალა რომლის პასუხისმგებელი პირი პასუხისმგებლობა აქვს მას ყველაფრის მიმართ ყველაფერი მის ხელშია პოლიცია სასამართლო ინსტიტუციები ყველანაირი რეგულაცია შეუძლია დააწესონ გადმოაწესონ გადააწესონ კანონი ესე შეცვალონ ისე შეცვალონ რომც არ შეცვალონ კანონი თუ ესე წერია როგორც მოუნდებათ ისე გააკეთონ და ეხლა მოვედით მართლა იმ ფაზაში როცა ხვდებით რომ ხო ანუ ადამიანებს კიდე ერთხელ ვიტყვი ყველანაირი პოლიტიკას მით უმეტეს საგარეო პოლიტიკასაც რა მნიშვნელობა აქვს აი აქ ადამიანი რომ ამდენი 56 დღეა ამდენი ხალხი ქუჩაში დგას ანუ ერთი არის რომ ამათ წაყრუებული გაქვს და ვითომ ვერ ხედავ მაგრამ მეორე არის უკვე მართლა ის ზიზღის ენა როგორც ცდილობ რომ შენი ამ რაღაცა საზარელი მართლა ზიზღიანი პროპაგანდით დააჯერო შენი ამომრჩეველი რომელიც შეიძლება რა ვიცი ხო არ უყურებს ეხა ამას ეხა დღეს ეხა ჩვენ არ გვიყურებს და გადართულია იმედზე ან შალვარამიშვილს უყურებს ეხა შეიძლება პოზიტივიზეთ ეხა იქ რასაც ლაპარაკობენ და როგორი გზავნილებითაც ისინი აი მართლა დამყავს ელემენტარულ ლექსიკამდე რა ლექსიკით ლაპარაკობენ რას გუშინ უსმინე მართლა შალვარამიშვილი ტყუილა არ ვახსენე გუშინ ვუყურე მაგათ გადაცემას იქ სამნი რო არიან
აი არ ვიცი რატო არ უნდა აღიძრას საქმე სასამართლოში მარტო იმ ზიზღის ენისთვის რასაც ეგ როგორ შეიძლება რომ ამას კანონი ან რამე მარეგულირებელი არ აწესებს რომ ტელევიზიაში ეგეთი რაღაცების ლაპარაკი არ შეიძლება ანუ ყველანაირი საზღვარი არის დარღვეული და ანუ მართლა ეხლა ყველას ვერ გაეკიდები და ვერ ეტყვი რომ მოდი ესე ილაპარაკე და მოდი ესე არ ილაპარაკო მაგრამ ხო არის მართლა ეხლა რაღაცა დაუწერელი კანონები რაღაცა ეთიკა არსებობს რაღაცა ელემენტარული რომ როგორც არ უნდა ეთანხმებოდე იმას ავიცი რაღაცა საზარელი მართლა უზნეო და ამორალური სრულიად ტექსტებით არ უნდა ებრძოლო შენ რო გონია და პრობლემა კიდე რასაც მე ზემოდან ამას კიდე ჩვენი რაღაცა ხელისუფლება თუ რაც ქვიათ არ ვიცი ვინ არიან ამას კიდე როგორ აქეზებს ანუ შენ გეუბნებიან რომ იცი რა შენ ახლა ენა ჩაიწყვიტე ხმა არ ამოიღო რამეს ხთორე ხო გაგაძევებ შენ დაგიჭერ აი შენ თბილისში ხო ჩამოხვალ აი თითის ქნევით ლაპარაკი ხალხთან ეთანხმები თუ არ ეთანხმები მათ მოსაზრებებს რა ვიცი მეც შეიძლება ძალიან ხანდახან ძალიან ფეთქებადი ხასიათი მქონდეს და შეიძლება ვიღაცას ძალიან ცუდად უთხრა რაღაცა მაგრამ ანუ ორ წამში მართლა მივხვდები რომ აი რას მომცემს ეს აი ეს ენა ეს ტონი ლაპარაკი ხო ძალიან მარტივია ხა ტონის ცნობა ხა ადამიანს რო ელაპარაკები ხვდები ხა რა ტონით გელაპარაკება იქ სარკაზმი და რაღაცა უნიჭოთან ეხლა ყველაფერთან ერთად ბოდიში მაგრამ ვიტყვი ამათაც რომ ეს უნიჭოთ ხდება ეს ყველაფერი ხო ანუ ძალიან ცალსახაა რასაც აკეთებენ ეს არის რომ შეფარულად და აი პირწმინდა უნიჭო დემაგოგია არის რა ენაზეც ესენი არიან გადასულები და რა ენითაც გველაპარაკებიან და არ ვიცი კიდე ერთხელ ვამბობ როცა რაღაცა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, თუნდაც შენ ამომრჩეველთან, რომელმაც აი შეიძლება ხა არ მჯერა მე მაგალითად რომ ყოველი მეორე ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ამომრჩეველია, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება აი 40% ნახდაც შეიძლება მართლა არის მათი ამომრჩეველი. ანუ ამას არ იმას ვის, არ მოვიტყუები ახლა. აი იმ 40%-ს მაინც ეცი პატივი რა. აი რაღაცნაირად დაიცავი რაღაცა ნორმა და დაიცავი ის, რომ ხო შეგეძლოს ადამიანურად ეს პოლარიზაცია, რომელზეც დღე-გამოშვებით ლაპარაკობენ, პოლარიზაცია, განხეთქილება. თუ მართლა გინდა შენ რომ ეს პოლარიზაცია აღმოფხრა მოდი მაშინ ენა შეცვალე. აი ენა შეცვალე, მეტი ჯერ არაფერი. კი და მე მეუწვია სასაუბროთ. კი, ნამდვილად. იცი რა, აი მაგალითად გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩემთან და ჩემ რამდენიმე კოლეგასთან ძალიან უცნაური ზარები შემოდიოდა ვითომ რაღაც მედია, ეხლა არ დავასახელებ მაინც, რომელიც გავს ერთ-ერთ ონლაინ მედიას სახელწოდებით, ვითომ ჟურნალისტი გოგონა სახელი და გვარით მირეკავს რაღაც აბსურდულ სისულელებს მეკითხება და მე მარტივად ეს რაღაც აპლიკაცია ხო არსებობს, ტელეფონის ნომერი შეკყავს ბაზაში ნახულობ სახელს და გვარს, ჩავწერეთ Facebook-ში და აღმოჩნდა რომ ეს არის პოსტივის ჟურნალისტი, გოგო, მირეკავს და რაღაც ანუ მივხვდით რომ აი მაგალითად ეხლა ამ შემთხვევაში რადგან სავარაუდოდ ხვალ ჩვენი თეატრის მანიფესტი არის დაანონსებული და დაგეგმილი რაღაცას აი იმ წუთშივე მივხვდით რომ რაღაცას ტიტყნიან ეხლა. აი ვიცი რომ ალბათ ბევრჯერ დაისვა ეს შეკითხვა და შენ სავარაუდოდ შეიძლება ბევრჯერ კითხეს, მაგრამ მაინც მინდა გკითხო. რატომ გახდა თეატრი ეხლა აი რატო გადაწყვიტეს რომ კონკრეტულად თეატრს გველაპარაკონ დღეს. აი რატომ მოხვდა და ეს თან პირველად არ არის, ანუ ისტორიულადაც გვახსოვს ადრეც ასე ხდებოდა. აი რატო ხდება თეატრი ტირანის ასეთი სამიზნე ხო? მე მგონი რომ საერთოდ კულტურა და ხელოვნება ხდება ყოველთვის პირველი სამიზნე, იმიტომ რომ რა ვიცი, იმიტომ რომ კულტურის საქმე ზუსტად ის არის, რომ პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და როდესაც ამის საშუალება არის სცენიდან და ეკრანიდან და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც უკვე საშუალებას არ გიტოვებენ და არჩევანს არ გიტოვებენ უკვე ქუჩაში, თუმცა ხო, სამიზნე თავიდან კინო იყო, ამასაც ნუ დავივიწყებთ, თითქმის 2 წელი არის. მართალია ბოიკოტში ვართ კონკრეტულ ორგანიზაციასთან, მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ აბსოლუტურად ხელისუფლებასთან თეატრის ფუნქციაც ეგ არის, რომ ამ რეალობას ვაჟღერებდეთ და მე ვიტყოდი, რომ ყველა შეიძლება არა, მაგრამ უმეტესობა თეატრალური სივრცეების საქართველოში ცდილობდა, რომ გაეჟღერებინა რეალური პრობლემები. ყოველდღიური
სოციალური პრობლემების სცენიდან და ზუსტად აი ეს მოყრუება, რაც ნიკუშამ ახსენა, ხდებოდა პასუხად. და როდესაც არ გიმჩნევენ, გაიგნორებენ და შენ ყველანაირი ფორმით ცადე, ყველანაირი მათთვის თავის დროზე მისაღები ფორმით ანუ სცენიდან და ხელოვნების ფარგლებში არ გიპასუხეს, მე გადადიხარ რაღაცა სხვა ფორმაზე. მე შემდეგი ფორმა იყო ბანერები, სპექტაკლების შემდეგ და გარდა იმისა, რომ სპექტაკლიც თავისთავად სათქმელია რაღაც კონკრეტული პრობლემების წინააღმდეგ, ასევე ბანერსაც ვამატებთ. მე უკვე ბანერის მე გავდივართ ახლა ყველანი ერთად მაყურებელთან ერთად გარეთ. და ამას კიდე მე მოყვა ის, რომ მაშინ აღარც შევბრუნდებით, იმიტომ რომ მაყურებელიც გარეთ გავიდა, ხო? ამიტომ არის ალბათ სამიზნე, რაღაც თითქოს ცენტრში აღმოჩნდა ამ ყველაფრის, მაგრამ მე მართლა დავესესხები დათას და ვიტყვი, რომ რეალურად მაყურებელი გავიდა გარეთ და ჩვენ აღარ გვქონდა უფლება შენობაში დარჩენილიყავით და მგონია, რომ უბრალოდ აი ეს რაღაცა ცნობადობიდან გამომდინარე და ასე შემდეგ რატომღაც ახლა ცენტრი ეს არის, მაგრამ ცენტრი და ძალა არის ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენც ვართ თავისთავად თეატრის და კინოს მუშაკები, მაგრამ მაინც აი საზოგადოება, რომელიც მე მოდის და უყურებს ამ ყველაფერს და იზიარებს ამ ყველაფერს. ზუსტადაც რომ ეს საზოგადოება ისმენდა და იგებდა ამ პრობლემებს და ამ პრობლემებით აღშფოთებული გადიოდა მე გარეთ. და მე აღარ ჩემობრუნდა, იმიტომ რომ საკმარისად მოისმინა სცენაზე ამ ყველაფერზე. მაგრამ პასუხი ვერ მიიღო მთავრობისგან და აი ეს ტონი, რაზეც ნიკუშა ლაპარაკობს, მეც შემიძლია ვთქვა ხო, რომ მეც ფიცხი ხასიათი მაქვს, ბევრჯერ გაბრაზებული შეიძლება მეთქვა რაღაცა და მეწერა. თქო, ადამიანები ვართ ყველა. მართლა კარგად შემიკავები აქამდე თავი. სადღაც ერთხელ ორჯერ ცოტა გადამეტებული შეიძლება დამეწერა, მაგრამ მაინც ბოლომდე თავი მიჭირავს, რომ უწმაწური სიტყვა არ გამოვიყენო და უხეში არ ვიყო და უზრდელი არ ვიყო და გაითვალისწინო სხვადასხვა ჯგუფები, ადამიანები, თუმცა მაგას უკვე ვეღარ გაუძლია ამ ბოლო დროს იმდენად გავწარდა რაღაც კონკრეტულ პირებზეც რაღაცა გაბრაზებული სმაილები დავწერე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე ვერ ხვდები გამწარებულ ადამიანს, მე თავი დამანებეთ და ნიკუშას და აი გამწარებულ დედებს. რომლის შვილებიც უსამართლოდ ციხეში ზიან და არ ვიცით რამდენი ხანი კიდე უნდა იჯდნენ იქ და თუნდაც 10 დღით, აი გიორო იჯდა ციხეში. აბსოლუტურად. თუნდაც 1 დღე. იმის გამწარებულ მშობელს როგორ თხოვ იმას, რომ თავი კიდე შეიკავოს და ბოლომდე არ გამოხატოს თავისი ბრაზი. როგორ გიკვირთ, რომ ეს ადამიანები თუნდაც შეიძლება უხეშ მიმართვაზე არიან გადასულები, ან რა ვიცი, ქვას ეგენი არ გესვრიან ზუსტადაც რომ და იმას რა ქვია, პიროტექნიკას და ასე შემდეგ, ვისაც აბრალებთ. ამასაც ხო რაღაცა ძალიან ისე ქვა გვესროლეს, ის გვესროლეს, ყველაფერსაც კარგად ვაანალიზებთ, ხედავთ შემოგზავნილ ხალხს, იმაზე პროვოკაციას ვინტეხავს, ესეც ძალიან კარგად მოგვეხსენება, მაგრამ დედას, რომელიც გამწარებულია, იმისგან რომ გიკვირს გამწარებული სიტყვა და შენ კიდე დამცინავი, მქირდავი პასუხით, ირონიულად და ცინიკურად უბრუნებ პასუხს, რომლითაც კიდე უფრო გინდა რომ გაამწარო, კი არ მოაგვარო პრობლემა, არამედ კიდე უფრო გააღრმავო ეს ყველაფერი. მართლა ვინ არის ამაში პასუხისმგებელი? ის დედა თუ მაღალჩინოსანი? ხო არა, წარმოუდგენელი რაღაც მანიაკალურ ქმედებებს გავს უკვე ეს ყველაფერი, რაღაც არაადამიანური დამოკიდებულება და საქციელი, სადიზმია ჩაულა. წამება დაბრუნდა საქართველოსიო, რო თქვა, მე საზოგადოებრივზე საუბრობ და ლელა კოგვარი აღარ მახსოვს სამთხოვრო და ხო და ანუ წამება დაბრუნდაო და წამების კატეგორია ეგ არის, ხო, ანუ რაც ხდება რეალურად ეს არის ძალადობა წამება, რა არის. პატე ერთ თემას მინდა დავუბრუნდე, ახლა ჩვენ საუბარი ქონდა ტონზე თუნდაც, ხო, როდესაც რაღაცა მუდმივი ცინიზმი, რომელიც როგორც წესი ყოველთვის არის ასევე ნაფიქრი და
ასე ვთქვათ, გათვლილი ეს ცინიზმით, რომ რაღაცა დემორალიზაცია მოახდინოს ადამიანების რა და კიდე ასევე გარდა ამ ცინიზმისა მეორე ძალიან მტკივნეული არის ასევე ადამიანებისთვის იგნორი, ხო? იმიტომ რომ რეალურად ხელისუფლებას ერთი არ აქვს იმისი უფლება, რომ შერჩევითი სამართალი, შერჩევითი იყოს ვიღაცის თქვათ პირობითად ვიღაცას კანონი ერგებოდეს, ვიღაცას კანონი არ ერგებოდეს და ასე შემდეგ, ხო? იგივე ეს ჯარიმები მასწავლებლებზე მოკლედ. მაგრამ ეს იგნორიც არის ძალიან მტკივნეული და როგორ შეიძლება თუნდაც ეს იგნორი დარჩეს ადამიანების ფსიქიკაში, ანუ რაღაცა კვალად, როდესაც თუნდაც მომავალში და ეხლაც როგორ შეიძლება რომ ამას ადამიანი გამოვყავდეს? ხო, საინტერესო ელემენტია. როდესაც საუბრობთ მაგალითად ტრაუმულ გამოცდილებაზე ბავშვისთვის მაგალითად, ხო? ტრაუმული გამოცდილება ბავშვისთვის არის რომ რაღაც ცუდი მოხდა, ძალადობა მოხდა ბავშვის თავს პირობითად და ბავშვი ტრავმირდა სამწუხაროდ, ხო? ერთი მატრაუმირებელი ფაქტორი არის რომ რაღაც ცუდი მოხდა, მაგრამ მეორე მატრაუმირებელი ფაქტორი არის როდესაც კარგი არ მოხდა. ანუ იგნორირებული იყო და ის სიყვარული თუ სითბო, ყურადღება დანახულობის განცდა არ მიიღო მან რაც უნდა მიიღო. ამ შემთხვევაში სახელმწიფოც ძალაუფლების მფლობელებიც იგივე მექანიზმით ცდილობენ ძალადობას არ დანახულად გაგზნობინონ თავი, ხო? არ დანახულობა ნიშნავს, რომ შენ არ არსებობ, როგორც მოქალაქე, როგორც ღირსების მქონე, ხო, როგორც მნიშვნელობის მქონე. ჩვენ როგორც ადამიანებს, როგორც ფსიქოფიზიოლოგიურ და სოციალურ არსებებს გვჭირდება სწორედ იმის განცდა, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი, თითოეული მოქალაქე, მე ვარსებობ, ხო, შენ მხედავ, ხო, და მე ვარსებობ. ამის სწორედ ამ ელემენტის უგულებელყოფით და განადგურებით ცდილობენ ჩვენ ზიანის მოყენებას, სწორედ ეგ არის ერთ-ერთი ძალადობის სწორედ ფორმა, ხო, რომ შენ არ ხარ არც ღირსების, არც მნიშვნელობის, არც საერთოდ არ ხარ. ხო, არ არსებობს. ხო, იმიტომ რომ ხარ კოლექტიური ნაცი, ხო? და ნაცი როგორც პიროვნება არის. მაგალითად რუანდაში იყო დეჰუმანიზაციის ერთ-ერთი მექანიზმი, ხო? რუანდაში ეს კატასტროფული გენოციდი როდესაც მოხდა, ხო, ერთმა ჯგუფმა ტუციებმა, ხო, გამოაცხადეს, მე თუ არ მეშლება, ჰუტიები გამოაცხადეს ტარაკნებად, ხო? და ამის თუ პირიქით, ხო, ტარაკნებად წერება და რადიოში გამოაცხადეს ერთ საღამოსაც, რომ ტუციები არიან ტარაკნები და თქვენ უფლება გაქვთ, რომ ისინი განადგუროთ ფიზიკურად. ხო და ოჯახის წევრებმაც კი დაიწყეს თავის ნაცისავების მეორე ტომის წარმომადგენლების განადგურება. აი ეს არის დეჰუმანიზაციის მაგალითი, და სწორედ ამის ფონზე, ამის შემდეგ საზოგადოების გარკვეულ წევრებს, ტიტუშკებს მაგალითად, ტიტუშკებს მართლა ჩვენ აღარ რო გვირტყავენ და მოგდენ, ხო, მაგალითად მაკაჩიხლეს, ის უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი, ის ღირსების, ადამიანის სხეულის, ხო, ყველაზე ძვირფასი ადამიანი პიროვნება ერთ-ერთი პიროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხო, სიძვირფასი არის სხეული, ხო? სხეულის არის ხელშეუხებელი, ხო? ველაზე წმინდა რამე რაც კი არსებობს, ხო, ერთ-ერთი არის სხეული და ღირსებაც თან მოსდევს სხეულს. და სხეულის ჩვენი სხეულების მიმართ ასეთი დამამცირებელი წამების შემთხვევები, როდესაც ვლინდება ძალაუფლების მქონეების მიმართ, ეს აქ უკვე რაღაცია საუბარი, რა ენაზეა ხო საუბარი. და ერთი დეტალი საინტერესო რა ის საუბრობდა, ხო, კატო, თუ დადგან, რომ საიდან დაიწყო თუ ნიკუშა. რომ საიდან დაიწყო ეს? დაიწყო ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ დაიწყო ბევრი დეკადის უკან, როდესაც თუნდაც პირველი ოკუპაციის რუსეთის ან მეორე ოკუპაციის დროს, როდესაც უკვე დაიწყო 27 წელსაც მოხდა ეს კატასტროფული გენოციდის ტოლი, დახვრეტები და რეპრესიები და რატო ეს ხელოვნების სფერო პირველ რიგში, ხო? ჩემი აზრით, ესე იგი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ტრავმის დროს
ადამიანი როდესაც ტრავმირდება, ჩვენ თუ ძალიან გავამარტივებთ, ტვინში გვაქვს სამი შრე, ორი არის ძველი, ორი შრე, რომელიც უზრუნველყოფს რეფლექსების დონეზე ადამიანის ორგანიზმის მართვას, ხო, საჭმლის მონელების სისტემას და ასე შემდეგ, რაც ავტომატიზირებულად არის და შფოთვა, შიში და ასე შემდეგ. ბოლო ახალი ადამიანი ჰუმანური ძუძუმწოვრის შრე, ქერქი არის სწორედ პასუხისმგებელი ამ აბსტრაქტულ აზროვნებას, სიმბოლიზირებულ აზროვნებაზე. ხო, კრეატიულობაზე, შემოქმედებითობაზე და ასე შემდეგ. ტრავმის დროს აქტიურდება, დომინანტი ხდება ეს რეფლექსური ტვინი, ძველი ტვინი, ცხოველური, რეპტილიური ტვინი და ადამიანური ტვინი ითიშება ფაქტობრივად, ეს უხეშად რომ თქვა. ჩვენ ტრავმირებულ მდგომარეობაში ჩვენი ძველი ტვინები აქტივირებული, დომინანტი, წამყვანი და ქერქი ეს სიმბოლური მასიმბოლიზირებული აბსტრაქტული, რაციონალური, ლოგიკური ტვინი არის წამყვანი და შესაბამისად სისტემას, ძალაუფლების მქონეს რეპრესირებელ სისტემას სჭირდება, რომ ეს ქერქი იყოს გამორთული. რეფლექსებზე იყოს გამორთული. ომი გინდა ჩაირთო რეფლექსური ტვინი, გადარჩენის ტვინი და გამოირთო ქერქი. შესაბამისად, ხელოვანები რას აკეთებენ? ხელოვანები აქტიურებენ რომელ ნაწილს? სიმბოლოებით თეატრი, ხო, და სხვა ხელოვანები სიმბოლოებით ოპერირებენ. ხო, სიმბოლოებით რო ოპერირებენ, თუნდაც დრამატურგიაში სიმბოლოებით გვიღვიძებენ ამ ქერქის ადამიანურ აბსტრაქტულ ტვინს, ლოგიკურ ტვინს, რაციონალურ ტვინს, ხო? ამიტომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ თუ გინდა რომ ტირანია გქონდეს, უნდა გაუვნებელყო სიმბოლური აზროვნების შრე საზოგადოებაში. ან გამოიყენო სათანადოდ ხელოვნების სფერო, გამოიყენო შენი მიზნებისთვის, რაც ხდება, რა ვიცი, რუსეთშიც და ჩრდილოეთ კორეაშიც და საბჭოთა კავშირშიც ხდებოდა. ძალიან გასაგებია რატო ხდება ეხა განეიტრალება ხელოვნების სფეროსი, თუმცა მე მაინც მგონია რომ ეს არ გამოვა. ანუ იმიტომ რომ ხო არ ვიცი შეიძლება მართლა რაღაც ზღაპრულ რაღაც მითოსში მგონია თავით რომ არ ვიცი მაგრამ მაინც მგონია რომ არსებობს რაღაც სამყაროს კანონზომიერება და ესე ვერ მოხდება შესაძლოა კი არა უკვე ძალიან დიდი ხანი არის გასული და ძალიან სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ძალიან დაზიანდა და დაზარალდა ამ ყველაფრისგან და უამრავი მშობელი და უამრავი შვილი და ისტორიულადაც და ანუ რაღაცნაირად უნდა მოვიდეს დრო იმისი რომ ცოტა ამოისუნთქოს ამ ყველაფერმა და მჯერა რომ ეს ასე იქნება აუცილებლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს მოხდება ძალიან მალე, იმიტომ რომ თითქოს რაღაცნაირად ეგეთი განცდა მაქვს მე პირადად, რომ რაღაც კრიტიკულ ფაზაშია უკვე ეს ყველაფერი შემოსული, რაღაც ისე ძალიან გვაჭერს ყველა მხრიდან, რომ რაღაცნაირად მე ყოველ შემთხვევაში ასეთი განცდა მაქვს, რომ უნდა გასკდეს და რაღაცები შეიცვალოს აუცილებლად რადიკალურად. სამწუხაროდ ჩვენი დრო დასასრულს უახლოვდება და რაღაცნაირად რო შევაჯამოთ რა, რომ ხო აი რატო აი მეც არ მგონია რომ ესე დასრულდეს და გამოვიდეთ რომ გაანეიტრალონ ხელოვნება. მარტო ხელოვნებაში არ არის საქმე, უბრალოდ ხო აი რაღაცნაირად ეხა ამ კონკრეტულ მოცემულ მომენტში ეს არის რაღაც აქტუალური საკითხი. რატო გგონია რომ არ გამოუვათ? რა გაძლევს ამის ძალას და იმედს? არ ვიცი, მე მგონია რომ ერთი რაც ძალიან კარგად ისწავლა დღევანდელმა ქართულმა საზოგადოებამ არის მოთმინება. რაც მგონია რომ აქამდე თითქოს არ გქონდა და ყოველ დაწყებულ ბრძოლას რაღაც მომენტში უბრალოდ მოდუნება მოყვება და კი ეს არ იყო რაღაც დასასრული და დანებება ბოლომდე, მაგრამ აი რაღაც მოდუნება მოყვებოდა ყოველ ჯერზე და ეხლა თითქოს მგონია რომ ამას აღარ ვიზამთ და ეს ერთობა იმდენად ძლიერია რომ თუნდაც აი 56 დღე იქნება ეს თუ ამდენი ხანი ხო ამდენი წამება და უბედურება რაც მოხდა აი ამდენს გავუძველით და ბარემ მოდი ბოლომდე და არ გავჩერდეთ აი ეს მაძლევს ერთი ძალიან დიდი იმედს და არ ვიცი ძალიან მნიშვნელოვანი არის მე მგონი აი მაგის ამის თაობაზე აღნიშნე რომ შეცდომით კი უწოდეს საყოველთაო გაფიცვა არ იყო ეს საყოველთაო ვიცი მაგრამ ეს იყო რაღაცა პატარა ნაბიჯი რომელიც ძალიან დიდი გამარჯვება იყო ამავე დროს და მაგ დღეს გამოჩნდა ძალიან დიდი ერთობა საზოგადოებაში და აი ეს რაღაცა მართლა სიგნალივით გაუშვეს დაყრუებული მთავრობისკენ
რომ არ ვაპირებთ გაჩერებას და შემდეგი ჩვენი ერთობა ბევრად უფრო ძლიერი და ბევრად უფრო დამაზიანებელი იქნება მათთვის და აი ეს ერთობა მაძლიერებს და მაძლევს იმედს, რომ ჩვენ არ წავაგებთ ამ ყველაფერს. ნამდვილად. და მოთმინება ამ ყველაფერს. მოთმინება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ნიკუშა, შენ რას ფიქრობ? ალბათ იგივეს, რასაც კატო და რასაც ჯენ და რასაც ყველა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად პირველ რიგში იმედი და სურვილი მაქვს, რომ მალე მოხდეს ის პირველი ჩვენი მოთხოვნა, რაც არის, რომ ეს ხალხი, ვინც ახლა საპყრობილეებში არის აბსოლუტურად იდიოტური მიზეზების გამო ჩაყრილი, ის ხალხი გამოვიდეს გარეთ და მართლა რაღაცა ერთი ამოსუნ თქვა ეს ვქონდეს, რომ რაღაცა დონეზე სამართალმა ცოტა გვაზეიმოს და ცოტა მართლა გავიხაროთ, რომ ხო ეს ხალხი იქნება ჩვენს გვერდზე და ოჯახებთან იქნება. და ასევე ერთი რაც შემიძლია რომ თქვა, ხო, ძალიან რთულია ამის მოთმენა, იმიტომ რომ ხო არ შეიძლება შენ დასაწყისში თქვი, რომ ანუ არც ერთი წამი არ გადის, დარწმუნებული ვარ ყველასთვის და ჩემთვის განსაკუთრებით მართლა რომ არ ვიფიქრო მართლა იმ ხალხზე, ვინც ახლა რაღაც მიზეზით კიდე ერთხელ ვიცახი, რაღაცა ლატარეის პრინციპით შეიძლება, რატომ მე არ ვარ და კატო და არ ვიცი, ილო, არ ვიცი, რაღაცა მიზეზია სულელური და ამიტომ ხო არ ვერ დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტს და ჩვეულებრივ ვერ იქნება ცხოვრება, სანამ ეს ხალხი იქნება იქ. და სანამ ისინი არ გამოვლენ და აქედან კიდე ერთხელ თუ მართლა გვიყურებენ, უდიდესი სოლიდარობა ჩემგან მათ, მადლობა და ბოდიშტაც გადავუხდი, რომ რაღაც ვერ ვქენით შეიძლება სამწუხაროდ ყველამ ერთად, რომ გავატანეთ მაინც ამათ, მაგრამ აი ეს იმედი და ეს ერთობა და რადგან ახლა ვილაპარაკეთ, ნახდათ მაძლევს იმის საბაბს, რომ თქვა რომ ხო თუ ერთად ვიქნებით და თუ არ დავიღლებით და გავაგრძელებთ ამ შეუპოვარ ბრძოლას და კიდე სხვადასხვა ფორმებს ვცდით და ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მხრიდან ეს ყოველთვის ზის და იჯდება ყველანაირ სამართლებრივ ნორმაში. არც ერთ მომენტში ეს არის ტყუილი, რომ ვინმესგან ჩვენი მხრიდან არის მოწოდება რამე ძალადობრივი ან რაღაცა დესტრუქციული ქმედებებისკენ. არავითარ შემთხვევაში. ვინც ახალისებს ძალადობას და ვინც საპირისპირო დაპირისპირებას პირიქით ცეცხლს უნთებს სამოქალაქოს, ეს არის ქართული ოცნება და მისი ამომრჩევლები და ის ხალხი და პროვოკატორები. არ შეიძლება ადამიანებს გამწარებული დედა იქნება თუ ნებისმიერი აქციაზე ნებისმიერი ადამიანი გამწარებულია. ხა დედას ნახდათ ვერ შევედრები მე და იმ ხალხს ვისთანაც აი პირისპირ არის ეს უსამართლო აქციაზე როცა დგახარ და პოლიციელი რავი გაგინებს რუპორში და არ ვიცი, ან აი სულ მახსენდება სასამართლოსთან შენ რო გითხრა პოლიციის უფროსმა, რომ შენიო პოლიცია არ ვარო. აი ეგეთ რაღაცას რო ამბობს პოლიცია, ხო, რა ვიცი, როგორ უნდა მქონდეს მის მიმართ კეთილგანწყობა, ან მისი იმედი, ან მისი ნდობა როგორ უნდა მქონდეს. ტიპი გაცხადებულად რომ მეუბნება იმას, რომ შენი არა ვარ, აი იმისი ვარ, შენი არა ვარ. ხო, ეგრე არ უნდა ხდებოდეს და ვიღაცას თუ გონია, რომ მართლა ძალიან მინდა რომ პოლიციელი ნახდათ იყოს გმირი და ნახდათ მინდა რომ ვიცოდე რომ ის დაიცავს უსაფრთხოებას, რომელიც მე ან ნებისმიერს თავს გადააწყდება და ახლა დღევანდელ მოცემულობაში აი ეს გაიგოს ქართულმა ოცნებამ. მე ვიტყვი მაგალითად ყოველ შემთხვევაში მე თავს დაცულად ამ ქვეყანაში არ ვგრძნობ. ეხლა ვისაც უნდა შემეკამათო, საპირისპირო მიმტკიცოს, მე ვიძახი რომ არ ვგრძნობ თავს დაცულად. და დარწმუნებული ვარ, ჩემსავით არის ძალიან ბევრი. ეს არ ნიშნავს, რომ ან შემეშინდება, ან შეიძლება რაღაც მომენტში შემეშინდეს კიდეც, მაგრამ ეს შიში ორ წამში გადაიზრდება უდიდეს ბრასში. რატო აქვს ვინმეს უფლება, რომ შემაშინოს? რატო უნდა იყოს დედაჩემი, მამაჩემი ან ვინმე შეშინებული? რატო უნდა იყოს ნებისმიერი ბავშვი შეშინებული იმაზე, რომ შეიძლება მისი მშობელი სახლში ვერ მოვიდეს, ან მოვიდეს თავგახეთქილი, ან ნეკნებ ჩამტრეული? არ უნდა ხდებოდეს ეს. ამაზე ხო თანხმდებით ჩვენც და კოცებით, ეს რაღაც სამყაროში ხო თანხმდებით. ხო და მოდი ეგ სამყარო თუ გვინდა რომ მართლა აი აქ დადგეს ჩვენ წინ და რეალიზდეს, მოდი ამიტომ რაც თქვი წინაზე რაც ვილაპარაკე, რომ ენის ცვლაზე დაიწყონ ფიქრი და პრაქტიკაშიც დროზე შემოიტანონ, იმიტომ რომ ეს არ გამოვა. მოთმინების ფიალა მართლა აივსება ხალხის და კიდე კარგად აი კატომ თქვა რომ კიდე კარგად ვითმენთ. მარტო გინებას და წერას Facebook-ში და Instagram-ზე კი არა. ანუ კიდე კარგად ვითმენთ. ნამდვილად ჩემთვისაც გამაოგნებელი არის ეს მოთმინება. ამიტომ მოდი აი ამას ყოველთვის რომ შეგხვდებით და ჩაგაფურთხებთ და შეგაფურთხებთ და აი ნახავთ ტუშკა მოვა და ის
მოვადა ის ამას იგივე კალამბური გაუკვირდათ შაირი უფრო სწორად მესეჯობია ხო არა ნუ თვითონ იცი რა არის თვითონ გეუბნებიან იმას ხო თვითონ გეუბნებიან იმას რომ იცი რა თუ არ მოიქცევი წესი არა პასუხს გაგცემ ანუ ესე იგი იმათ პასუხის გაცემის უფლება აქვს თქო მათი პასუხი არის ცემა აი ეს ეხა რაც მაგალითად უცებ ვიტყვი რა რაც მოხდა აბუ-დაბიში ის რაღაცა სამარცხვინო ინციდენტი მაგას და მე კიდე მსგავსი ინციდენტი შერატონში მოხდა რა გამოხმაურებაც მოყვა პოლიტიკოსებისგან ქართული ოცნებით აი არის პასუხ ტიპი რომ პოლიტიკოსი რო იძახის რომ აბა რა გეგონა ხა პასუხს მიიღებ და თან ისა კალამი ვერ გააგდებინის ხელის ახალისება მეც შემილია თქვა მაშინ მოდი მეც ვიტყვი თუ კაია რომ რაღაცას კიდე არ მომეწონება უზრდელურად ვინმე რამეს მეტყვის რაღაცას შემაფურთხებს შემაგინებს მეც თუ პასუხს გავცე მაშინ მოდი აღარ დამიჭირე სამოქალაქო დაპირისპირების დაიჭირე ის ხაზი უნდა გაუსვათ მან რაღაცა ეგ თემა ვახსენეთ ხაზი უნდა გაუსვათ აუცილებლად იმას რომ ფაქტები არსებობს სადაც ვაშა გაბიტაშვილი ელოდება სანამ მარტო რჩებიან მაგიდასთან სადაც არც ბავშვი აღარ არის და არც ქალი არ არის და მარტო რჩებიან ეს ეგრეთ წოდებული კაცები და მერე მიდის და უბრალოდ უსვავს ორ კითხვას იცით რა ხდება საქართველოში იცით ბათუმში რა მოხდა ნოემბერში ხალხი როცა მესკუჩ აი ამ ორმა კითხვამ ისე გამოიყვანა მთავრობის ერთ-ერთი წევრი ეგრეთ წოდებული მთავრობის ერთ-ერთი წევრი წყობიდან რომ პირდაპირ გადავიდა ძალადობაზე მერე გეუბნებიან დიალოგს რატო არ მართავ ამ ხალხთან მირტყავ კითხვას რომ გისვავ შენს მიმართ ლეგიტიმური პრეტენზია რომ აქან კითხვას რომ გისვამ ღიზიანდები და გადმოდიხარ ძალადობაზე და მერე გიკვირს რომ ის ღინებას დაგიბრუნებს? ხო, ან თავს ვიცავ რეალურად, ვიცავ თავს, არა, მართლა. არა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მართლაც თავი დაიცვა. ლაშამ თავიდან ბოლომდე თავი დაიცვა. ძალადობაზე ეს ადამიანი არ გადასულა. ნამდვილად. ნამდვილად, არ ვიცი, პატო, თქვენც თუ შესაჯამებლად რო რაღაცნაირად შევაჯამეთ, ორი სიტყვა რა გითხრათ და უნდა გავიდეთ რეკლამაზე. ბატონო, მნიშვნელოვანია რომ გავაცნობიეროთ რა რესურსი გვაქვს, ხო? რა რესურსი ფლობთ, ამ დრომდე რა რესურსი ვაჩვენეთ და მომავალშიც რა შეგვიძლია გამოიყენოთ. აუცილებელია რომ იდენტიფიცირება და სახელდება მოვახდინოთ და გამოვაჟღეროთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის სილაღე, რაც ჩვენ მახასიათებლად როგორც რესურსი გვაქვს. რაში გამოვლინდა ეს სილაღე? ეს იყო არის თუნდაც დღეს რუსთაველზე რომ გამოხვალთ არის ადამიანები არიან ძალიან ლაღები, უცხოები ერთმანეთს ძალიან ხალასად ეცნობიან და საუბრობენ ჩვენ ნახეთ, არ ვიცი, ხორუმი ვნახეთ ხო, სიმღერა ყოველ საღამოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს გვაქვს რესურსად, ჩვენ ასე ლაღად ქცევა შეგვიძლია. ეს არის უძვირფასესი რესურსი, მაშინ როცა მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ სიბოროტეს. ან პირდაპირ. აქეთ მხარეს ჩვენ გვაქვს სილაღე, კეთილშობილება, თავაზიანობა, რასაც ვავლენთ, ხო და არასდროს არ ვუბრუნებთ სათანადო სიბოროტეს, ჩვენ არ ვამჟღავნეთ, ხო? ჩვენ ვინარჩუნებთ სახეს, პიროვნულობას, ჩვენ პიროვნულ სხეულს, საზოგადოებრივსაც, პიროვნულსაც და ეს არის ჩვენი დიდი ძალა, კეთილშობილება, სილაღე, სიკეთე და ღირსებაც რა, ხო, რა ვიცი, სიმართლეში ღირსებად იკვრება, ხო? და მეორე მხრივ ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ გაბოროტებული თუნდაც პანიკაში მყოფი ზოგჯერ და ხო ეს სახედაკარგული სამწუხაროდ ისიც ჩვენი საზოგადოების წევრები, რომელიც თვითია ჩვენი საზოგადოების. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი და ძალა არის რეალურად ეს სილაღე, რაც ახლა თქვენ ახსენეთ. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. მადლობა ძალიან დიდი რომ მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ჩვენ კი დამამშვიდობებით სტუმრებს გავალთ რამდენიმე წუთია სარეკლამო ჭრაზე და დაგიბრუნდებით ასევე ძალიან საინტერესო თემით დაგვევოდეთ. ძალიან მალე დროებით. და როგორც დაგვირდით, დავბრუნდით ეთერში. მეორე ბლოკი ძალიან საინტერესო გვექნება. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, რომ ძალიან დიდი ხანით ვრცლად ვისაუბრეთ, მოვახერხეთ. ნამდვილად მნიშვნელოვანი თემები, ამ მნიშვნელოვან თემებს ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევეხებით, მაგრამ ახლა კონკრეტულად მეორე ბლოკში ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელიც გვეყოლება ჩართვით. ეს გახლავთ სანდრო ქევხიშვილი, ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი. სანდრო, მოგესალმებით. მადლობა რომ ჩაგვერთეთ და გამოდით. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. გადავალ ახლა საქმეზე, იმიტომ რომ აჩქარებულია ძალიან ტემპი და ამიტომ მოდით ეგრევე საქმეზე გადავიდეთ. ოღონდ უნდა გამარკვიოთ რაღაცებს, იმიტომ რომ არ მაქვს მე სხვათა შორის ნანახი ინტერვიუ
რუხაძის ესეც რომელზეც უკვე სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ხდება. კი ბატონო. ირაკლი რუხაძეს ქონა ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან. საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ იყო და აი ესე ქარდებათ უფრო ვიცი და რაღაცა ძალიან პატარა მონაკვეთები უბრალოდ ვერ მოახერხეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეად ეხა ვარჩიერ ჩემი მეუღლის თანაც გამიტარებინა და რაღაცნაირად ვერ ვადევნე თვალი, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და ბევრ ამას დაახლოებით შინაარს მე უფრო მივხვდი, მაგრამ არ მიყვარს როცა რაღაც არ მაქვს დანახი დიდი საუბარი, ამიტომ სანდრო რაღაცებში უნდა გავგვარკვიო და პირველ რიგში ალბათ მაყურებელს რა კითხვებიც გაუჩნდა, რა განწყობებიც არის იმის მიხედვით და იყო რამდენიმე აღიარებითი ჩვენებაც ასე ხო, თან ამ ყველაფერს კიდე დაერთო ის, რომ ფაქტიურად აი ჯო ვილსონის განცხადებაც მოყვა უკვე თითქოს რაღაცნაირად მალე ლოგიკურ გაგრძელებასავით, სადაც ის ამბობს, რომ მანამდე როგორც ვიცი ბატონმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ მე ამერიკის მოქალაქე ვარ და ვერ დავსანქცირდები, მაგრამ ამის მერე რაღაცნაირად თუ ვწდები არ ვიცი, თუ ესეთი ფრაზა არ იყო მაშინ უკაცრავად და შემდეგ უკვე ჯო ვილსონის განცხადება ვნახე, სადაც ის ფაქტიურად რაღაცნაირად ისეთ პატარა სქემასავით შემოგთავაზა, სადაც ხედავთ თქვათ როგორ იმართება ქართული ოცნების მიერ პროპაგანდა, ეს იქნება თქვათ იმედი, თუ იქნება სხვა, ასე ვთქვათ, რაღაცა სატელიტი არხები თუ რაღაცა პორტალები ინტერნეტში. რა მოხდა ყველაზე, აი შენ როგორ თვლი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინტერვიუში და რა გინდა რომ ყველაზე მეტად იცოდეს ხალხმა, რომ რაღაცნაირად არ მოექცეს, რა ვიცი, ანტყულში ან დეზინფორმაციაში. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. კი, მრავალ მხრივ საინტერესო ინტერვიუ იყო და ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან. მთავარი დასკვნა არის ის, რომ ეს ადამიანი არ დათანხმდებოდა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს, რომ არ შეწუხებული იყო ბოლოდროინდელი სიტუაციის ხო და განსაკუთრებით მის სახელთან და მის სახელის გარშემო აი ამ მის სახელის დაკავშირებასთან სანქციებთან ხო ამის გამო რომ არ შეწუხებულიყო, სხვა ის უკვე მრავალი წელია არის ქართული ოცნების ის ამბობს, რომ ის ქართული ოცნების გულშემატკივარია უბრალოდ, თუმცა ის დე-ფაქტო ქართული ოცნების წევრია, რადგან ის მართავს ქართული ოცნების თავის პროპაგანდისტულ არხს და ის ასევე არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი. ამიტომ ხო ის მან ჩათვალა, რომ აი სანქციების საკითხი როგორც ჩანს შეტყვა ამითი და გადაწყვეტა რომ რაღაცნაირად თავისი სათქმელი ეთქვა. თუმცა ხო რა თქმა უნდა ინტერვიუში ის ამბობს რომ მას არ აწუხებს სანქციები და არ ფიქრობს რომ სანქციებდება და ამერიკას სანქციები მას არ შეეხება. თუმცა როგორც კიდევ ბევრი სხვა საკითხი რაც ან პირდაპირ ტყუილი იყო იქ ან უბრალოდ პროპაგანდისტული მესიჯები და ძალიან ბევრ საკითხს შეეხნენ ხან ის გარჩევა ძალიან შორს დაგვიყვანს. თუმცა ეს სანქციებზე რო კონცენტრირდეთ ანუ ეს უბრალოდ არ იყო თქვა ის ცდილობდა რომ წარმოეჩინა რომ თქოს ეს არ არის სერიოზული ამბავი. თუმცა არსებობს მისი თქვა სხვა უფრო ძველი ინტერვიუ ერთ-ერთ პოდკასტში, სადაც ის ძალიან მკაფიოდ ამბობს რომ რეალურად დასარბია სანქციები. ანუ მან ძალიან კარგად იცის რა პრობლემები შეექმნება მას თუ მოხდება ამ სანქციებში და უბრალოდ ეხლა ცდილობს რომ რაღაცნაირად ეს წარმოაჩინოს თითქოს ეს პრობლემა არ არის. ანუ რეალურად ამერიკის მოქალაქე ის ნამდვილად არის და ასევე ამერიკის მოქალაქეობა არ ნიშნავს რომ სანქციები არ შეიძლება დაწესდეს მასზე, იმიტომ რომ თქვათ იმ სასანქციო სიაში რაც ამერიკის ხაზინას აქვს, ამერიკის მოქალაქეებიც არიან, ეს ტყუილი. ესეთი, თუმცა მეორე რაც უფრო მნიშვნელოვანია მის შემთხვევაში არის ის რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, მათ საერთო ბიზნესი აქვს ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი, ეხლა ქართული ცემენტი ქვიათ ვარჯიშები ამ კომპანიას, ის ჩათვალეთ მთავარი ცემენტის წარმოებელი კომპანია საქართველოში, ანუ ერთგვარი მონოპოლისტიც კი არის. და საერთო არის ეს ბიზნესი და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სანქცირებულია ამერიკის ხაზინის მიერ, ანუ აქ რა ნიუანსია, რომ რეალურად ეს ბრიტანება პრეზიდენტის ამერიკის პრეზიდენტის ვის საფუძველზე არის დასანქცირებული ივანიშვილი, ის პირველ რიგში ამერიკის მოქალაქეებს ავალდებულებს, რომ არ დაიჭიროთ არანაირი ურთიერთობა სანქცირებულ პირებთან, არც ფინანსური, არც სხვა სახის. და რუხაძე არის ამერიკის მოქალაქე. ანუ პირდაპირ ეხება მას ეს ბრიტანება. ანუ ის რომც ვთქვათ იგივენაირ სასანქციო სიაში არ მოხდეს და მან გააგრძელოს ურთიერთობა ივანიშვილთან, ის შეიძლება დადგეს მისი პასუხისმგებლობა, ანუ გამოძიება დაიწყოს მასზე დამარცხება. და გააჩნია თუ რა ტიპის დარღვევაზე იქნება იქ საუბარი, შეიძლება სოლიდური ჯარიმიდან
ციხეში წახსვაზეც კი იყო საუბარი, ანუ ამაზეა აქ საქმე. ამიტომ ბუდიში უცებ ჩაგეკითხებით და ემუქრება მას საფრთხე ამ შემთხვევაში ამერიკა. და ძალიან უცნაურია, მან თან ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და მეც მაქვს ეს ძველი ინტერვიუ ნანახი და მე ამასაც ვფიქრობდი, რომ შეიძლება იმ ძველი ინტერვიუს გადასაფარად დაჭირდა ეხლა ამ ახალი ინტერვიუს მიცემა და ამდენი რაღაცა სიგიჟის საუბარი, თუმცა რასში ჭირდება ახლა ირაკლი რუხაძის ამის მოტყუება? ანუ აი თვითონ ხომ ძალიან კარგად იცის, ანუ რას უშველის ეს მას აი ამ ტყუილების საუბარი რადიო თავისუფლებასთან? ну მე მაქვს თქვა ჩემი პასუხი ამაზე მე ვფიქრობ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ის არის ქვეყნის მთავარი პროპაგანდისტი ხო ანუ ის ფლობს იმედს და ის ამბობს რომ მე არ ვერევი პოლიტიკაში საერთაშორისო პოლიტიკაში თუმცა რაც არის ასე ვთქვათ გამოსული ინფორმაცია იმედიდან ჩვენ ვიცით პირდაპირ რომ ის აკონტროლებს იქ რეალურად საერთაშორისო პოლიტიკასაც კი და ანუ მათ შორის აი ამ ერთგვარ უეცარ სულებას იმედის საერთაშორისო პოლიტიკაში რომ მათ ცებ დაიწყეს თლიანად ანტიდასავლურ ტალღაზე გადასვლა ხო ანუ ეს მოხდა ანუ ეს საერთაშორისო პოლიტიკის სულება იყო კონკრეტული გადაწყვეტილება და ის დიდი ალბათობით ეს პირადად ირაკლი რუხაძემ მიიღო როგორც არხის მფლობელმა თუმცა ის ამას უარყოფს და ნუ ის შემდეგ ზის ყოველ კვირა რეალურად ამ გადაცემებში და მთავარ მესიჯებს ის გასცემს და შემდეგ მთელი მესიჯები ამაზე აწყობილი და ანუ მას ის არის მთავარი პროპაგანდისტი და მას პროპაგანდისტის რა არის მთავარი რომ ეს მესიჯები რაც შეიძლება გაავრცელოს ხო ანუ მას ჭირდება რომ ეს თავისი ალტერნატიული რეალობა რომელიც შექმნა იმედის დახმარებით და ნუ რაც საბოლოო ჯამში ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ემსახურება ამითი რომ ეს მესიჯები რაც შეიძლება გაავრცელოს და მათ შორის გაავრცელოს იმ ადამიანებზე ვისაც იმედს არ უყურებენ ხო იმიტომ რომ რეალურად იმედს აქვს თავისი სეგმენტი რომელსაც ხო ანუ ვთქვათ თუნდაც ის ადამიანები ვინც აპროტესტებენ ქართული ოცნების ქმედებებს ნაკლებად უყურებენ და მან თავიდან ასე დაიწყო ინტერვიუ მან თქვა რომ ჩემი აკმოსვის მიზანი არის რომ ფაქტიურად ჩემი პროპაგანდისტული მესიჯები თქვენ გაგაგონოთ ანუ ძალიან კონკრეტული ამოცანა ამ ადამიანს ხო და ზოგადადაც მიდგომა მე არ ვარ თქვა მედია ექსპერტი თუმცა არსებობს ასეთი აზრი რომ პროპაგანდისტებისთვის არ არის საჭირო მიცემა ესეთი ღია ეთერის ხო იმიტომ რომ მათი მიზანი ყოველთვის გასაგებია რაც იზავენ და ნუ ამ შემთხვევაში ხო ანუ ერთის მხრივ ის შეთანხმებულია ამ პრობლემებით და ის თვითონ სანქციები რეალურია და ის ძალიან დააზიანებს მას როგორც ბიზნესმენს და აქ უკვე შემოდის არა მარტო ამერიკის საკითხი ასევე დიდი ბრიტანეთის საკითხი იმიტომ რომ მას აქვს ბრიტანული კომპანია საინვესტიციო კომპანია რომლის საშუალებითაც ის მაგალითად აფინანსებს იმედს ანუ თქვენ რომ კარგად გესმოდეთ იმედი არის უკიდურესად წამგებიანი კომპანია ну ზოგადად ქართული მაუწყებლები არ არის არც ერთი მომგებიანი თუმცა იმედი ძალიან წამგებიანია ის დაახლოებით საჭიროებს წელიწადში 50 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას რომ იფუნქციონიროს და ბოლო წლების განმავლობაში ამ კომპანიას დაგროვილი აქვს დაახლოებით 380 მილიონის დავალიანება აი ამ დიდი ბრიტანული საინვესტიციო კომპანიის მიმართ ანუ ირაკლი რუხაძემ დახარჯა დაახლოებით 380 მილიონი ლარი რომ დაეფინანსებინა და ეცოცხლებინა იმედი ეს პერიოდი და რა თქმა უნდა მას რომ ბრიტანეთმა შეუქმნას დაუწესოს სანქციები ანუ ამ კომპანიას პრობლემა შეექმნება და მას იმედის დაფინანსების პრობლემა შეექმნება ხოხდებით ამიტომ მას რაც არ უნდა თქვას რომ არ ადარდებს სანქციები ძალიან ადარდებს სანქციები და ორი მთავარი იურისდიქციიდან ამერიკიდან და ბრიტანეთისგან რომელთანაც ის პირდაპირ არის კავშირში ერთგან მოქალაქეობით და მეორეგან ბიზნესით კი ბატონო, ეხლა შემდეგი ნაბიჯები თქვენ რას ელოდებით? არა მარტო ეხლა მოდით მთლიანად რაღაცნაირად მინდა რომ კონცენტრაციო ზოგადად გავაგზავნოთ. ახლა ჯო ვილსონს ჰქონდა და თვითონ ვილსონს არა მარტო დღეს ხო, ანუ ძალიან აქტიურობს ის X-ზე, ანუ იგივე Twitter-ზე და საკმაოდ ხშირადებს ხოლმე პოსტებს, სადაც ის არა მარტო საქართველოს, არამედ რაღაც სხვა ავტორიტარულ ქვეყნებს, ან დიქტატურულ ქვეყნებს ეხება და ამბობს, რომ ანონსებს, ასე ვთქვათ, რომ ფაქტიურად ამბობს, რომ დონალდ ტრამპი არის ყველაფრის საქმის კურსში.
და ნუ გზადაგზა აყენებენ და აყენებენ. გასაგებია რომ ხა ჩვენზე უფრო ბევრად მნიშვნელოვანი თემები არის მთელ სოფლიოში და ამიტომ საქართველოს არ არის პირველ და მეორე საკითხად, მაგრამ თქვენ რას ელოდებით ამ სანქციების კუთხით თუნდაც რომ გავსდეთ თვითონ ირაკლი რუხაძეს თლიანად ქართულ ოცნებასთან მიმართებაში რა პოლიტიკას ელოდებით და რა ვადებში ასე ვთქვათ. ხო, ნუ სანქციების წინასწარმეტყველება ყოველთვის რთული არის, თუმცა შეიძლება იმის თქმა, რომ რაღაცა ეს ტალღა, რომელიც დაიწყო შარშან დეკემბერში, დიდი ალბათობით ეს ტალღა გაგრძელდება, ხო? ჩვენ ხო ნუ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ ანუ სამი იურისდიქცია არის აქ რაც ჩვენ გვაინტერესებს. ხო არის ამერიკა, არის დიდი ბრიტანეთი და არის ევროკავშირი. ევროკავშირზე ვიცით რომ ევროკავშირი დონეზე ეს გადაწყვეტილება იბლოკება ორბანის მიერ, ამიტომ ევროკავშირისგან არ უნდა ველოდოთ ამ ერთიან გადაწყვეტილებებს, თუმცა ინდივიდუალური ქვეყნები ამაზე მუშაობენ, ხო? ანუ ჩვენ ვიცით ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებები მაგალითად და არის მოლოდინი რომ შეიძლება გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთისგანაც იყოს რაღაცა ზრები. ნუ გერმანიისგან უკვე ვიცით რომ 9 ადამიანი დაუწეს და ეგრეთ წოდებული ვიზის შესვლის შეზღუდვები და ნუ დღეს უკვე გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო ადამიანებზე, ვინც ამ სიაში მოხვდნენ. შეიძლება ეს არის მოლოდინი რომ ეს გაგრძელდება და ამას შეუერთდებიან სხვა ქვეყნების, მაგალითად პოლონეთი, საფრანგეთი, ანუ მათი წინა განცხადებებიდან გამომდინარე ეს არის. ხო, ასევე იყო საუბარი რომ შეიძლება კანადას დაეწესებინა სანქციები, თუმცა იქ ჯერჯერობით აქ სიახლეები არ არის. და ნუ ორი მნიშვნელოვანი იურისდიქცია არის ბრიტანეთი და ამერიკა. ანუ ამერიკაში რა თქმა უნდა დამოკიდებულია ტრამპის ახალი ადმინისტრაციის უკვე დალაგების შემდეგ რა მოხდება. ხომ ჩვენ ვიცით რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანუ იქაური საგარეო საქმეთა მინისტრი დამტკიცებულია უკვე, ხო, და ეს ადამიანი თქვათ ძალიან კონკრეტული ხედვა აქვს, რაც მან ძალიან ესეთი მკაფიოდ თქვა სენატში. მოსმენდა ძალიან კონკრეტული ხედვა აქვს, რომ ის ავტორიტარებს არ წყალობს ძალიან მარტივად. და ნუ მას აქვს უკვე ყველანაირი მასალა მის მაგიდაზე, ხო, წინ ადმინისტრაციიდან დატოვებული, ყველანაირი მასალა სიები შეგროვებული იყო, ანუ იქ მთელი ინდუსტრია, ასე ვთქვათ, მთელი დეპარტამენტებია, რომელიც მუშაობს დასასანქცირებელი ადამიანების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე. ეს ინფორმაცია ყველაფერი შეგროვებულია. ეხლა უბრალოდ პოლიტიკური ნების ამბავია, რომ დაალაგდება სიტუაცია უშუალოდ ესე იგი ამ უწყებაში და ასევე ზოგადად ადმინისტრაციაში, შემდეგ გადაწყვეტენ რა ქნან და გამოიყენონ თუ არა ეს მექანიზმი. ამას შეიძლება რაღაც დრო დაჭირდეს. თან რჩება დიდი ბრიტანეთი, ხოდათ ასევე არის ძვები, იმიტომ რომ თქვენ მაყურებელმა რო იცოდეს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, ის ძალიან აქტიურად იყენებს სანქციებს. განსაკუთრებით რუსეთის მიმართ, მან ერთ-ერთი დანიშვნის დღეს პირველივე რაც გააკეთა იყო ლონდონში რუსი ოლიგარქების ძირადღირებული ქონებები დააყადა რა, ანუ ძალიან ესეთი ხმალამოღებული იბრძვის, ასე ვთქვათ, და ამ მექანიზმს ძალიან ლიბერალურად და აქტიურად იყენებს. ხო, და ნუ ჩვენ შემთხვევაშიც უკვე გამოიყენეს დაავადების წინააღმდეგ. და თან ეს მოხდა ამერიკასთან კოორდინაციით, ხო? აი მაგალითად ეს რუსული ტანკერები, ხო არა, ლეგალური ტანკერები, რომელიც დაასანქცია ბოლო დროს ამერიკამ, ეს ამასაც შეუერთდა დიდი ბრიტანეთი, ეს კოორდინირებულად ხდება. ამიტომ რეალურად ბრიტანეთიდანაც არის იმის მოლოდინი, რომ თქვა რაღაცა ძვები შეიძლება იყოს. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული არის აქ რა მოხდება იმაზე, ხო? ანუ ჩვენ ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სანქციების ტალღა რაც იყო დეკემბერში, ეს იყო რეალურად ხალხის პროტესტის მონაპოვარი, ხო? ანუ აქ არ ყოფილიყო პროტესტი, არ იქნებოდა ეს სანქციები. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ აქ პროტესტი გაგრძელდეს და სხვადასხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ეს მრავალფეროვანი ფორმა შეიძლება იქონდეს პროტესტს და შემდეგ უკვე ოცნების შემდეგ ეს აძლევს ამ საფუძველს რეალურად ამ ქვეყნებს და იქ საქართველოს მომუშავე ადამიანებს რომ დასვანეს საკითხი, რომ აი ნახეთ, საქართველოში არ ეგუება ხალხი ამ შემოტრიალებას დემოკრატიისგან, ადამიანის უფლებების აღგურებას და შემდეგ და ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენივე პრინციპებიდან გამომდინარე, რომ მათ დავეხმაროთ და სანქციები ერთ-ერთი მექანიზმი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გქონდეს მოლოდინის სანქციების, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აქ წინააღმდეგობის მოძრაობა გაგრძელდება.
კი ბატონო, ხო, იმიტომ რომ ხა გასაგებია ისიც რომ რაღაცა გარკვეული სინერგია საჭირო ალბათ ლოკალური, გლობალური და სხვადასხვა კომპონენტები რაღაცა ფაზლებით ბევრი რამ ერთმანეთს უნდა დაემთხოს, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პროცედურებია და ნუ ხა ბევრი საუბარი ყოფილა აქამდეც ხო, განსაკუთრებით ევროპის ბიუროკრატიაზე, თუ როგორ ნელა მუშაობს და ამაზე ძალიან ბევრჯერ ასე ვთქვათ ფსონი გაუკეთებია ქართულ ოცნებას სწორედ იმაზე და არა მარტო ქართულ ოცნებას, რუსეთსაც მათ შორის ევროპის ბიუროკრატიაზე ვთქვათ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად თავის სასარგებლოდ გამოუყენებია ეს. მაგრამ ეხლა და მიუხედავად იმისა, რაში მინდა რომ დაგეთანხმოთ, მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო, ეს სინერგია მნიშვნელოვანია და რამოდენიმე ფრონტზე არის გაშლილი რაღაცა გარკვეული საკითხები და ყველგანი წარმატებით უნდა დასრულდეს, მაინც მთავარი ადგილი არის სწორედ რუსთაველი საქართველო. სადაც ანუ ეს პროტესტი და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ხალხის მონოპოლარი არის ეს და ისინიც რომ ხედავენ თქო ასე თავგანწირვას აქ გასაგებია რომ შეიძლება ხა მარტო ესეთი ადამიანური ელემენტი არ არის და უფრო პოლიტიკა კიდევ უფრო სხვა რამეა, მაგრამ აშკარად ხალხის დამსახურებაა და რას ელოდები თქვენ აი მომავალშიც რომ ეხლა პროტესტები გაგრძელდება, ხო ეხლა ეს უკვე 56 დღეა, აი კიდე რომ გაგრძელდება თქვა. ამის იმიტომ რომ ხშირად მიდის საუბარი რომ ნახეთ საითკენ მიყვოს მასშტაბურობა თუ არ შევძინეთო ერთ-ერთი პოსტი ნახე Facebook-ზე სულ მოვიწყდება ხოლმე ავტორი მაგრამ თუ მასშტაბურობას არ მიცემთო ამ პროტესტზე მაშინ არის იმისი შანსი რომ თუნდაც დასავლეთში თქვანო რომ აი ხო ნუ გასაგებია რომ რაღაცა დიდი ნაწილი აპროტესტებს მაგრამ ის რაოდენობა მაინც რომელიც თქვათ დღემდე მხარს უჭერს ქართულ ოცნებას ძალას რომელიც ფაქტიურად ნუ ისეთ რაღაცებს ამბობს რომელიც აღარაფერ დემოკრატიაში აღარ ჩდება ქართული ხალხი არის თუ არა მზად იბრძოლოს იმისათვის რომ მოიპოვოს დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ხა დამოუკიდებლობა გვაქვს ეს არის ფიქცია ამისი და თქვათ რაზეა წამსვლელი იმისათვის რომ მოიპოვოს თავისუფლება და არ გადავარდეს ავტორიტარიზმში და არ გადავარდეს კიდე რაღაც უფრო შავბნელ ძალებთან და ქვეყნებთან, ხო? როგორ არის შესაძლებელი რომ არის რაღაცა გარკვეული რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით კიდე რომ უფრო კოორდინირებული იყოს მუშაობა დასავლეთთან ამ საკითხებში? ჩვენ ამ შემთხვევაში შევხედოთ წარსულ გამოცდილებას რაც საქართველოში გვაქვს და ეს გამოცდილება საერთოდ გვეუბნება რომ ამ თავრობების მხრიდან რაღაცა სერიოზული დათმობები თუ გადაწყვეტილებები ხო მაშინ იღებოდა ძირითადად როცა იყო ორი ფაქტორის სინერგია თქვენ სწორი სიტყვა ახსენეთ ხო ეს იყო შიდა წნეხი და გარე წნეხი ხო ანუ არა მარტო ოცნების თავრობის დროს, წინამთავრობის დროსაც ძალიან მარტივად ეხლა წინამთავრობის წასვლის და დამარცხების აღიარების ნაწილშიც რეალურად დასავლეთს ჰქონდა თავისი როლი, ხო, ამის უარყოფა შეიძლება, ხო? და ანუ ეს წნეხი რეალურად შიდა და გარე და ამის ერთობლიობა, თუნდაც ეს რუსული კანონის პირველი უკან წარება, ხო, ესეც ამის მაგალითი იყო და სხვები. ამიტომ ეს არის რაც მუშაობს საქართველოში და ხო უბრალოდ წინასწარ იმის პროგნოზირება როდის რა მოხდება ეს რა თქმა უნდა ადამიანი არის ის და ნუ ეს უბრალოდ ისტორია ასე მუშაობს ხო ამიტომ ერთადერთი ჩვენაც შეგვიძლია გავაკეთოთ რომ პროტესტი წინააღმდეგობა იყოს და ესეც ხო ბუნებრივი პროცესია ხო ანუ ესეც რაც არ უნდა უნდადეს ქართულ ოცნებას რო თქვას რომ ვიღაცა ამას მართავს და არ ვიცი მე ვერ პოულობენ ვინ არის ორგანიზატორი და როგორც ჩანს სულში ძალიან დაბნეულობაა იმიტომ რომ ნუ ბუნებრივი პროცესია და არის ძალიან ზაქნან ხო ანუ ეს რაც ნიშნავს რომ რეალურად ეს პროტესტი არის ანუ მას აქვს ეს საფუძველი ხო ის არ არის კონტროლირებადი თუმცა აქტიურმა მოქალაქეებს შეუძლიათ ამ პროტესტში თავისი წვლით ის გააგრძელონ და გააღვივონ ხო და ახალი ფორმები მოიფიქრონ და ნუ შემდეგ როგორ ხდება ხო აი მარშები როგორ მოხდა ხო ანუ თქვა ვიღაცას გაუშვდა იდეა რომ მოდი მარში გავაკეთოთ და შემდეგ ყველას მოეწონა ეს იდეა და ბუნებრივად უცებ ყველა ასნაირი მარშები გაკეთდა ამიტომ სრულებით მოსალოდნელია რომ რაღაც ესეთი ახალებული ფორმა მოიფიქროს ვიღაცამ და შემდეგ კიდე ერთი რაღაც ესეთი ტალღა დაიწყოს ხო ანუ ამას ეს ასე მოხდება და ასეთი სხვადასხვა ფორმებით გაგრძელდება ეს პროტესტი და რაც შეეხება დასავლეთის ნაწილს ამ ნაწილში რა თქმა უნდა დიდი ფაქტორი არის ტრამპის ამბავი როგორც თქვით, იმიტომ რომ როგორც ჩანს ქართული ოცნება ელოდება ამას. და ჩვენ ვიცით ყველა ისინი თავის შიდა გუნდში ამას არა მარტო შიდა გუნდში, ანუ რეალურად ყველა რგოლში, თქვა პოლიციის ბევრი
ბევრი ინფორმაცია იყო, რომ თქვათ ქუჩაში გარის პოლიციელები და სპეცრაზმელები ერთმანეთს ამას უჩვენებენ, რომ აი 20-მდე გავძლოთ. ანუ რეალურად ამ ილუზიებით იყვება რეალურად ქართული ოცნება, ხო? და ნუ ეს ილუზიები გასაფანტია რეალურად, იმედია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ამას გაფანტავს და ნუ ამ შემთხვევაში უკვე კიდევ უფრო დასუსტდება ოცნება, ხო? და ამ პერიოდში უკვე როგორც ვთქვათ ეკონომისტები და ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ, აი ამ რაღაც გარკვეულ პერიოდში უკვე წარმოგვეწევა ასევე ეკონომიკური პრობლემებიც, ხო? ანუ ლარის კურსი უკვე იწევს ზევით. თქმა უნდა, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა ტენდენცია ძალიან ცუდია, ბევრი პარამეტრით და რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, მით უფრო გამოჩნდება ეს ეკონომიკური პრობლემები და ანუ ეს კიდე მესამე ფაქტორი დაემატება ეს ეკონომიკური წნეხი ამ პროცესს, ხო? და ნუ ეს რა თქმა უნდა ქვეყნისთვის ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს ამას ისე უნდა შევხედოთ, რომ ეს რაღაც ავადარი რეალურად ქვეყანა, ხო, ეხლა და რაღაცა ეს პროტესტი რაც არის, ეს იმუნური სისტემაა და როდესაც ორგანიზმი ავათარი, იქ სიცხე იწევს და იბრძვის ორგანიზმი, ხო და შეიძლება სხვა ნაწილების დაზიანდეს ორგანიზმის, თუმცა საბოლოო ჯამში გამოსაჯამრთელად ეს საჭიროა და ხო, ამიტომ აი ესეთი პროცესია, ხო, მომავალი არავინ არ იცის, თუმცა საკმაოდ რეალისტური შანსები გვაქვს, რომ ჩვენ მივახციოთ რეალურად მშვიდობიან კრიზისის განმუხტვის მშვიდობიან მეთოდს. და ესეც ერთგვარი უპრეცედენტო ამბავი არის, რომ გამოსავალი ყველა მიცის და ყველასთან ხდება ამაზე, ხო? ანუ რაღაცა ბევრი განხილვები, მათ შორის თქვა თუნდაც პოლიტიკურ ჯგუფებში და სხვა ჯგუფებში, რომლებიც სხვა საკითხებზე არაფერზე არ თანხმდებიან, თუმცა ამაზეც ის ყველა ძალიან მარტივად შეთანხმდა, რომ აი რა იქნებოდა გამოსავალი. ორი რამეა, ხო? პატიმრების გამოშვება და არჩევნების ჩანიშვნა. ანუ ყველა მისის გამოსავალი, დასავლეთშიც უკვე მწიფდება ეს წარმოდგენა, რომ აი ეს იქნება გამოსავალი და ამაზე მოწოდებებსაც ხედავთ ხოლმე, ამიტომ ხო ერთ-ერთი რაც დარჩა ის არის, რომ აი ეს წნეხი, რომელიც იზრდება და ეს ეკონომიკური წნეხი დაემატება, ხო ეს უკან დახევას ვიხილავთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო რა თქმა მინდოდა, რომ სამწუხაროდ ჩვენ ხომ უკვე რაღაც ავტორიტარიზმის სტილის მთავრობასთან გვაქვს საქმე, ხო? ანუ დემოკრატიული მთავრობა უკვე 100-ჯერ დაიხევდა უკან აი ამ პროცესში, ხო? რა თქმა უნდა. და რაღაც კომპრომისებზე წამოვიდა. ეს იქნებოდა ნორმალური სიტუაცია და იყო დრო, როდესაც ოცნება ამას აკეთებდა, ხო? რაღაც უკან ბეჭებს გაზნა, ბიზნე ივანიშვილი, შემდეგ რა თქმა უნდა მე მაინც ტყუილებით რაღაც იგივეს აკეთებდნენ ხოლმე. მაგრამ მოჩვენებითაც მაინც იქცეოდა ასე. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ანუ ეს რო გვესმოდეს, რომ ეს ავტორიტარული სტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილება მოდის ძალიან სწრაფად და ძალიან მოულოდნელად. ანუ თავარია წნეხი გაიზარდოს და წნეხი იყოს განგრძობითი და არ შეწყდეს და შემდეგ ეს ცვლილება ისე მალე და უსერდო მოვა, რომ ვერც გაუკვირდება, რომ ამიტომ აი ეს არის პასუხი თქვენ კითხვაზე, ეხლა არის დრო, რომ უბრალოდ გაგრძელდეს ეს წნეხი. სანდრო, ძალიან დიდი მადლობა. მართლაც თქვენი განსაკუთრებით ბოლო წინადადება ისეთი დამაიმედებელი იყო, ალბათ მაგაზე ოცნებობს დღეს ყველა საქართველოს მოქალაქე და ახალ წელს როცა რუსთაველზე შევხვდით, დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ ერთი სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრა და ძალიან სასიამოვნო მოსასმელი იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ხალხს რწმენა არ გაუქრება იმისი, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი ძალა. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ახლა თუნდაც ეს ირაკლი რუხაძის ინტერვიუს, ხედავთ პროპაგანდა როგორი გავეშებული მუშაობს, რაღაც საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები და ყველა მხრიდან არის შემოტევა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ ამას და გავარღვევთ ამ ტყუილის მანქანასაც აუცილებლად. თან ერთი რამე რომ სანქციებიც გარკვეულწილად ხალხისთვის რა კუთხით არის мотиваცია რა, რომ ესე იგი როცა იცი რომ შენი დამსახურებით ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სულ ყოველთვის ეს ქართველი ხალხი მუდამ ახსენებენ ხოლმე დასავლელი პოლიტიკოსები. ისინიც აღნიშნავენ, რომ სწორედ მათი მონოპოლარია ეს, ასე რომ ისევ და ისევ ქება და ქება ქართულ ხალხს. დიდი მადლობა სანდრო, დაგემშვიდობებით ნახვამდის. მადლობა. და დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელსაც, ჩვენი გადაცემაც დღეისათვის დასრულებულია, მაგრამ შევხვდებით მალე ზეკ. იგივე არხზე, იგივე დროს. აბა დროებით მაშინ.